ქეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, არტემიდეს ტაძარი ეფესოში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა. მსოფლიოს 7 საოცრება. მაგრამ არა, დღეს მოგიყვებით სულ სხვა საოცრებაზე და მის ავტორზე. ადამიანზე, რომელზეც მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა, რომ არასდროს უშვებდა შეცდომას, ტონი ბლერი მასზე საუბრობდა როგორც ყველაზე ჭკვიან ლიდერზე და პოლიტიკოსზე, ბარაკ ობამა კი თვლიდა, რომ იგი იყო ლეგენდარული ლიდერი აზიაში, ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ლიდერი აზიაში. მაშასე დღეს ვისაუბრებთ სინგაპურის საოცრებაზე და მის ავტორზე ლი კვან იუზე. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, მადლობა თქვენ, რომ ხართ ჩვენი გამომწერები YouTube-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე, ვისაც არა აქვს ჯერ გამოწერილი პროექტი 64 მოგმართავ თხოვნით, რომ გამოყვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. დიდი მადლობა ჩვენს ტრადიციულ მხარდამჭერს შავი Coffee Roasters, გვიყვარს ეს ყავა, ნამდვილად ხარისხიანი და გემრიელია და ახალ მხარდამჭერს იურიდიულ კომპანია GT Consulting-ს. ამ ეპიზოდის აღწერაში არის ბმული, შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია GT Consulting-ის იურისტებთან. დიდი მადლობა და ასევე შეგახსენებთ სტუდია 64-ის შესახებ. გთხოვთ თუ ცუდ კრეატიული კონტენტის შექმნა, მოგმართეთ და მოდით ვითანამშრომლოთ. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ გმირზე და ქვეყანაზე, რომელიც შევიდა ისტორიაში როგორც საოცრება და ის რაც მოხდა ამ ქვეყანაში იყო საოცრება და ესე დამკვიდრდა ტერმინი სინგაპურული საოცრება. არ გამოვა ისე რომ ორი სიტყვა არ თქვა სინგაპურზე. პაწაწინა სახელმწიფოზე, კუნძულოვან სახელმწიფოზე, თბილისის ხელა სახელმწიფოზე, იმიტომ რომ მისი ტერიტორია ითვლის 736 კვადრატულ კილომეტრს, თბილისის ტერიტორია კი 726 კვადრატული კილომეტრია. აი ამ ტერიტორიაზე ადამიანებმა შექმნეს საოცრება, სასწაული. სიტყვა სინგაპური, მისი დასახელება ამ ქვეყნის ძალიან საინტერესო ეტიმოლოგია აქვს. მე რომ ამზადებდი ამ ეპიზოდს, მხოლოდ მაშინ გავიგე ამის შესახებ. სინგა მალაიურ ენაზე და სანსკრიტზე ასევე ნიშნავს ლომს და პურა ნიშნავს ქალაქს. ანუ სინგაპური ნიშნავს ლომის ქალაქს. ეს უკავშირდება ძალიან ძველ მალაიურ ლეგენდას, რომ ადამიანებმა ძალიან ბევრი საუკუნის წინ აი ამ ზუსტად ამ ადგილას მოგზაურობდნენ და იქ შეხვდათ ლომი. აქედან მოდის სინგაპური. სინგაპურის მეტნაკლებად თანამედროვე ეპოქა, ორსაუკუნოვანი ესე ვთქვათ, იწყება 1819 წელს, როდესაც აქ ჩამოვიდნენ ბრიტანელები, მიხვდნენ რაოდენ მნიშვნელოვანი და მომგებიანი საინტერესო ადგილმდებარეობა აქ აი ამ კუნძულს, ორ ოკეანეს შორის და სრუტეში და იქ დაარსდა სავაჭრო ცენტრი და პორტი, რომელსაც ფლობდა ბრიტანული იმპერია. შემდეგ ჩვენ კიდე ვისაუბრებთ იმაზე 42 წელს, როდესაც 3 წლის განმავლობაში სინგაპური იყო იაპონური ოკუპაციის ქვეშ, შემდეგ იყო მალაიური ფედერაციის შემადგენლობაში და ბოლო 65 წელს როგორ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მაგრამ ორ სიტყვას ვიტყვი, რომ თუ თავიდან ეს იყო განუვითარებელი, იყო პორტი და სავაჭრო ცენტრი, მაგრამ განუვითარებელი, ძალიან ღარიბი ადგილი, პატარა კუნძული, ის რაც გააკეთა ჩვენმა დღევანდელმა გმირმა ლი კვან იუმ, გააკეთა ის, რომ ეს სახელმწიფო შედის ეგრეთ წოდებულ აზიური ვებხვების ოთხეულში. ვინ არიან აზიური ვებხვები? ეს არის სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, ტაივანი და სინგაპური. აი 4 აზიური ვებხვი. დღეს მოსახლეობა სინგაპურის შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს. უმრავლესობა, დაახლოებით 75% არიან ჩინელები, იმიტომ რომ აქვე ვიტყვი, რომ ესეთი ეროვნება სინგაპურელი არ არსებობს. ესეთი საინტერესო ფენომენია, როდესაც ქვეყანაში ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, მაგრამ არა იმ ეროვნების, რის სახელსაც ატარებს ეს ქვეყანა, ესე ვთქვათ, ხო? ჩინელები, ასევე მალაელები
ინდოელები და ნუ რაღაცა სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც არიან. მოსახლეობის სიმჭიდროვე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში, ხანდახან მეორე მესამე ადგილზე არის 8000 ადამიანი 1 კვადრატულ კილომეტრზე. წარმოიდგინეთ. სინგაპურში არის 4 ოფიციალური ენა, ესეც იყო ჩვენი დღევანდელი გმირის ინიციატივა, არის ინგლისური, ჩინური, მანდარინი, ტამილური და მალაიური. 4 ოფიციალური ენა. 65 წლიდან ქვეყნის მმართველი პარტია არის სახალხო ქმედების პარტია, ან ხალხური ქმედება არის სახალხო ქმედების პარტია People's Action Party და საპარლამენტო 2025 წელს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად ამ ესე იგი ქვეყანაში ისევ მმართველი როლი აქვს სახალხო ქმედების პარტიას, მაგრამ პარლამენტში შედის ერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ჰქვია სინგაპურის შრომელების პარტია. აი ესეთი ძალიან მოკლედ არ შევდივარ რაღაცა დეტალებში და ისტორიულ ნამდვილად, აი ეს არის რაც შეიძლება აი ძალიან ცოტა რომ ვიცოდეთ სინგაპურს. ლი ქვან იუ დაიბადა 1923 წლის 16 სექტემბერს მესამე თაობის ჩინელი იმიგრანტების ოჯახში. დედაც და მამაც ყავდათ ჩინელები და თვითონ ლი ქვან იუ არის ჩინელი. მაგრამ დედა და მამა იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ჩინელების სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან და მათი წინაპრები. და აქედან გამომდინარე და ჩვენ ამაზე საუბრობდით, როდესაც გავაკეთეთ ეპიზოდი ჩინეთზე და ჩინეთის ლიდერზე სი ძინპინზე, რომ ხანდახან დღესაც კი ჩინეთში ადამიანებს ჩინეთის ჩრდილოეთში არ ესმით ადამიანები ჩინელების ქვეყნის სამხრეთში. აი ლი ქვან იუს მშობლების შემთხვევაშიც და მისი წინაპრების შემთხვევაშიც ამათ მაინც არის ორივე ჯგუფი საუბრობდა ჩინურ ენაზე, მაგრამ სხვადასხვა ჩინურზე, ამიტომ არ ესმოდათ ერთმანეთის და ამიტომ ენა, რომელზეც საუბრობდნენ ოჯახში, ძირითადად მაინც იყო ინგლისური. რატომ? იმიტომ რომ იმ პერიოდში სინგაპური იყო ბრიტანეთის კოლონიის ნაწილი. მის გარდა ოჯახში იზრდებოდა კიდე 3 ძმა და 1 და. მთავარი ოჯახში იყო დედა, მამასთან კი ქონდა ეხა ნორმალური ურთიერთობა. ეს არ არის ის შემთხვევა, გახსოვთ წინა ეპიზოდშიც საუბრობდით, რომ აი ძალიან ბევრ ჩვენს გმირს ყავდა სასტიკი, ძალიან მომთხოვნი მამა, ამან გარკვეული გავლენა მოახდინა ამ ადამიანზე. არა. მამა იყო ნორმალური ადამიანი, უბრალოდ მუშაობდა ბრიტანულ კომპანიაში, სანავთობო კომპანია Shell-ში, მაგრამ ქონდა ერთი დიდი ნაკლი, იყო ლუდომანი. ცუდ ამაშობდა, აგებდა ფულს, მოკლედ, ყველაფერს განაგებდა დედა და ბებია ბაბუები, რადგან ჯერ იმ პერიოდში ჯერ ცოცხლები იყვნენ, ამიტომ ბაბუის გადაწყვეტილებით კი ლი ქვან იუ არის გვარი, ქვან იუ არის სახელი. კი დაერქვა ქვან იუ ამ ბავშვს, მაგრამ ბაბუის გადაწყვეტილებით ბავშვს ეძახდნენ ჰარის. ესეთი ბრიტანული სახელი. და ზოგადად ამ ოჯახში ძალიან დიდი პიეტეტი იყო ბრიტანელების მიმართ, ბრიტანული კულტურის მიმართ, ტრადიციების მიმართ, მაგრამ იყვნენ ჩინელები. თავიდან ბავშვი წავიდა ჩინურ სკოლაში, რაც იყო ბებიის მოთხოვნა, მაგრამ იქ ძალიან სუთხეში აღმოჩნდა ბავშვი, იმიტომ რომ საერთოდ არ ესმოდა ის ჩინური, აი ჩინური იყო მისთვის ეს ენა, რომელზეც სწავლობდნენ, იმიტომ რომ ძირითადად ოჯახში ინგლისურად საუბრობდნენ. და არ ესმოდა, ამიტომ შემდეგ უკვე დედამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვი წასულიყო ინგლისურ სკოლაში. ნუ იქ ცოტა ამოისუნთქა, მაგრამ არც თუ ისე კარგად სწავლობდა, აგვიანებდა, ცუდი ნიშნები ჰქონდა, მაგრამ რაშია საქმე? იმ პერიოდში სინგაპური ბრიტანული იმპერიის ნაწილია, სკოლებში იყო ფიზიკური დასჯა, ესე ვთქვათ, ბავშვებს სცემდნენ. და აგვიანე გცემენ, ცუდი ნიშანი მიიღე, გცემენ და შემდეგ წლების მერე ლი ქვან იუ გაიხსენებს, რომ ამან ითამაშა ძალიან სერიოზული როლი იმაში, რომ ამას ბავშვს გამოესწორებინა თავისი ნიშნები, აღარ აგვიანებდა და კარგადაც სწავლობდა და ამის მერე სულ კარგად, ძალიან კარგად სწავლობდა. მე აქ მოგიყვებით ერთ ეპიზოდს იმ სკოლაში, სადაც სწავლობდნენ მხოლოდ ბიჭები, იყო ერთი გოგო. და ეს ერთი გოგო ყველაზე კარგად სწავლობდა.
და ცნობილია ესეთი მომენტი, ესეთი ეპიზოდი მისი ბიოგრაფიიდან უკვე ბოლო კლასებში, როდესაც აბარებდნენ გამოცდებს, ლიქვანი უკვე ძალიან კარგად სწავლობს, ბეჯითი, გამორჩეული და თან ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო ნამდვილად, ნიჭიერი. იღებდა მაღალ ნიშნებს, ერთადერთმა ვინც გაასწრო რამდენიმე საგანში და უკეთესი ნიშანი მიიღო, იყო ზუსტად ის გოგონა. თავად წლები და ეს გოგონა მისი მეუღლე გახდება. მაგრამ იქამდე ჯერ კიდე დიდი დრო გვაქვს. მოკლედ ესე დადის სკოლაში, უკვე დაამთავრა სკოლა, ჩააბარა ადგილობრივ კოლეჯში, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ ენას და ოჯახი ახლა ღარიბები არ იყვნენ, ჰქონდათ საშუალება, რომ ბავშვი წასულიყო ახალგაზრდა ადამიანი წასულიყო საზღვარგარეთ სასწავლებლად, ფიქრობს ამაზე, აბარებს რაღაც სპეციალურ ტესტებს იმისთვის, რომ წავიდეს ინგლისში, მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც იწყება მეორე მსოფლიო ომი და ეს მთელი გეგმები ლიქვანიუს უკაცრავად ჰარილის, ჯერჯერობით ჰარილისზე საუბრობთ, ჩაეშლება. იწყება ომი და ჩვენ რა სწავლაზეა ევროპაში საუბარი და ომი არა მარტო ევროპაში მიმდინარეობდა, არამედ მიმდინარეობდა აზიაშიც და უსასტიკესი, ძალიან სისხლიანი 100,000-ობით ადამიანი იღუპება ამ ომში და ბევრი რო არ ვისაუბროთ, 1942 წელს იაპონელებმა მოახდინეს სინგაპურის ისევ როგორც სხვა ტერიტორიების ოკუპაცია და ჰარილიმ საკუთარი თვალით ნახა, როგორ გარბოდნენ ამ კუნძულიდან ბრიტანელები, ის ბრიტანელები, რომლებიც მისთვის და მისი, რა ვიცი, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ყოველთვის იყვნენ ბოსები, ძალიან ძლიერი ადამიანები. ეს ომის პერიოდი, მძიმე პერიოდია ახლა რაზეა საუბარი, ოკუპაციის პერიოდი 3 წლის ნახევრის განმავლობაში. ლი უკვე რომელიც ახალგაზრდა ადამიანია, ცდილობს რაღაცნაირად დაეხმაროს ოჯახს, შავ ბაზარზე რაღაცას ყიდის. შემდეგ იწყებს მუშაობას იაპონელებთან, ანუ ოკუპანტებთან, მუშაობას, თანამშრომლობას. ძირითადად იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ფლობდა ინგლისურ ენას, მშობლიური ენა იყო მისთვის ეს ინგლისური ენა. ამიტომ იყო დაკავებული იმით, რომ შიფრავდა ბრიტანელების და მოკავშირეების რაღაცა რადიო შეტყობინებებს. არსებობს ვერსია, რომ რაღაცა რა ვიცი იყო, მაგრამ მე მგონი ეს ცოტა მოკლებულია სიმართლეს და სინამდვილეს. შემდეგ ჰარილი იტყვის, რომ ეს 3 წელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ წინ გვაქვს ძალიან ბევრი მოვლენა, ჰარილი დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და გახდება სინგაპურული საოცრების და სასწაულის ავტორი, მაინც აი ამ 3 წელიწადს იხსენებდა. ჯერ ერთ-ერთი იაპონელები ძალიან სასტიკები იყვნენ და სჯიდნენ ადგილობრივ ადამიანებს ნებისმიერი დანაშაულისთვის. თუ კი ქონდათ რაიმე ეჭვი, რომ ეს ადამიანი რაიმე კავშირშია კომუნისტებთან, ეგრევე სიკვდილით სჯიდნენ, აწამებდნენ ციხეებში, სასტიკი წლები იყო, მაგრამ ჰარილი შემდეგ ამბობდა, რომ მე ვფიქრობ, რომ სხვანაირად რო წასულიყო ისტორია და იაპონელები რო დარჩენილიყვნენ ამ რეგიონში და სხვა შედეგი რო ქონოდა მეორე მსოფლიო ომს, ერთ 20 წელიწადში ადგილობრივი ხალხი საერთოდ დაივიწყებდა ბრიტანელებს და მათი, ესე იგი, ახალი ბოსები გახდებოდნენ იაპონელები. დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და რასაკვირველია, ჰარილიმ გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს სწავლა და დაუბრუნდა იმ თავის იდეას, რომ გააგრძელოს სწავლა ინგლისში, დიდ ბრიტანეთში. მიდის ლონდონში, თავიდან აბარებს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, იქ სწავლობს, შემდეგ კი გადადის კემბრიჯის უნივერსიტეტში. კარგად აბარებს გამოცდებს და კარგად სწავლობს. კემბრიჯში ზუსტად იმ პერიოდში სწავლობს ის გოგონა, რო გაასწრო გამოცდები უკეთესად, ზოგიერთ საგანში უკეთესად რო ჩააბარა და ესე ყველაფერი დასრულდება იმით, რომ შეუყვარდებათ. ალბათ მაშინაც მე ვფიქრობ, რომ მაშინაც უყვარდათ რაღაც 5-ოციანი გოგოები რო უყვართ ხოლმე.
მაშინაც სკოლაშიც უყვარდა, კემბრიჯში დიდი love story აქვს და დაქორწინდებიან, მაგრამ ეს იყო საიდუმლო ქორწინება, ოჯახებს არ ეტყვიან ამის შესახებ და როდესაც წლების შემდეგ დაბრუნდებიან სინგაპურში, ჰარილი თავიდან სთხოვს ამ გოგონას მამას მის ხელს და თავიდან ესე იგი მოიყვანს ზოლად, თავიდან დაქორწინდებიან. კემბრიჯში სწავლობს იურისპრუდენციას, გადასარევად ამთავრებს კემბრიჯს, აქვს 2 დიპლომი, ეკონომისტის და იურისტის და კემბრიჯის დამთავრების შემდეგ მას მიიღებენ იურიდიულ კორპორაციაში Middle Temple-ში, საკმაოდ ისეთ პრესტიჟული კორპორაცია იყო, სადაც მიიღებს ბრიტანელი ადვოკატის წოდებას. კემბრიჯი იმ პერიოდში არის ადგილი, არის უნივერსიტეტი, სადაც ახალგაზრდა სტუდენტები არიან გატაცებულები სოციალისტური იდეებით. გახსოვთ ჯაშუშებზე რო ქონდა ეპიზოდი და კემბრიჯის ხუთეულზე რო გიყვებოდით. იმ ადამიანებზე, რომლებიც გახდნენ საბჭოთა კავშირის მზვერავები იდეოლოგიური მოსაზრებების გამო. აი ეს ემბიენსია, ესე ვთქვათ, კემბრიჯში სოციალისტური იდეები, მარქსის კაპიტალს კითხულობენ, ეს მოწოდ. მე რაღაც ფაბიანური საზოგადოება, თავიდან ეს ყველაფერი ძალიან მოწონს, შემდეგ რაღაცეები ნაკლებად მოწონს, მაგრამ ძალიან მეგობრობს ბრიტანელ ლეიბორისტებთან. მაინც გატაცებულია აი ამ მემარცხენე იდეებით. 1950 წელს ჰარი ლი მეუღლესთან საიდუმლო მეუღლესთან ერთად ბრუნდება სინგაპურში და მე ვფიქრობ, რომ უკვე მაშინ ჰარი ლის გაუჩნდა ალბათ არ ვიცი სურვილი იდეა, რომ გამხდარიყო პოლიტიკოსი. და მთავარი იდეა და მთავარი ალბათ რატომაც მოწონდა ეს სოციალისტური რაღაც მემარცხენე იდეები, იყო თავისუფლების დამოუკიდებლობის მოპოვება სინგაპურისთვის. რადგან ეს ბრიტანეთი როგორც კოლონია მისთვის უკვე არის დიდი პრობლემა. მოკლედ სინგაპურში დაბრუნებისას იწყებს საადვოკატო საქმიანობას და ძალიან ცოტა ხანში ხდება ძალიან ცნობილი, პოპულარული ადვოკატი. განსაკუთრებით პროფკავშირებში. გეტყვით რაშია საქმე. როდესაც სინგაპურში გაიგეს, ჩამოვიდა კაცი, დაიწყო მუშაობა იურიდიულ კომპანიაში, წარმატებულად და პროფკავშირების, პოსტალიონების პროფკავშირები იმ პერიოდში ითხოვდნენ ანაზღაურების მომატებას. მიმართავენ ჰარი ლის, რომ წაეყვანა ეს საქმე და ჰარი ლიმ ეს საქმე მოიგო. მოუმატეს ხელფასი პოსტალიონებს, სინგაპურელ პოსტალიონებს. ამის შესახებ გაიგო, პატარა კუნძულია, ერთი ქალაქია, თბილისის ყველა ქალაქი. გაიგეს ამის შესახებ სხვა პროფკავშირებმა, თან ესეც ეტყობა გავრცელდა ეს, რომ აი ბრიტანეთში მიღებული განათლება, სინგაპურელი, ჩინელი, უმრავლესობა იქ არიან ჩინელები, ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ აი ეს მემარცხენე იდეები აქ პროფკავშირებს უჭერს მხარს. შემდეგ მიმართა კიდე ერთმა, მეორე, მესამე, მოკლედ იმ პერიოდში ჰარი ლის ჰქონდა 50 პროფკავშირის საქმე და ბევრი ეს საქმე ნამდვილად მოიგო. შემდეგ თავის მემუარებში, თავის წიგნში ჰარი ალი დაწერს, რომ მაშინ მე ხედავდი ჩემს თავს როგორც ნაციონალისტს მემარცხენე იდეებით. ეხლა რატომ ნაციონალისტს? საქმე ის არის, რომ როგორც გითხარით, კი უკვე ალბათ ფიქრობს ამ პოლიტიკურ კარიერაზე, ამაზე საუბრობს თავის მეგობრებთან და მისი მეგობრები მსგავსი ოჯახებიდან იყვნენ, ასევე ჩინელები, რომლებმაც ასევე მიიღეს განათლება ინგლისში, ზოგმა კემბრიჯში, ზოგმა სხვა უნივერსიტეტში, იზიარებენ ამ მემარცხენე იდეებს, მაგრამ საუბრობენ სინგაპურის დამოუკიდებლობაზე. და ჰარი ალი ხვდება, რომ მხოლოდ აი ამ ბრიტანული განათლებით და პროფესიონალიზმით პოლიტიკურ კარიერას ვერ გააკეთებ. აქ უნდა გააკეთო აქცენტი ხალხის იდენტობაზე, ეროვნულ გრძნობებზე. უმრავლესობა ჩინელები, ამიტომ ეს არის მომენტი, როდესაც ჰარი ლიმ მოიცილა ეს სახელი ჰარი, კი მეგობრები ახლა კი ჰარის ეძახდნენ ბოლომდე, მაგრამ გახდა ალი ქვან იუ. ჩინური მისი სახელი, რომელიც მისცეს, როდესაც დაიბადა, დაიბრუნა, ესე ვთქვათ, ეს სახელი.
მაშინ კი აცვია ევროპულად, მაგრამ ხანდახან იცვამდა ხოლმე ჩინურ ესე ტრადიციულ კიტელს, ტანსაცმელს, ხო? ну აი ფიქრობს უკვე პოლიტიკურ კარიერაზე და სწავლობს ჩინურ ენას, რაც მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში სინგაპურში და არა მარტო იმ რეგიონში ფიქრობდა პოლიტიკურ კარიერაზე, ნებისმიერი ესეთი ადამიანისთვის ბევრი გამოწვევა იყო. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩინელზე. რატომ? იმიტომ რომ დაასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ჩინეთი მაოძედუნი გახდა კომუნისტური, ჩინეთზეც ჰქონდა ეპიზოდი, უყურეთ, ძალიან გთხოვთ, ნახეთ ჩვენი ეპიზოდები. თუ გვიყურებთ, ესე იგი მოგწონთ, ხო? და თუ არა გაქვთ ნანახი ზოგიერთი ეპიზოდი, გთხოვთ რომ ნახოთ და რაც მთავარია მოუყვეთ ამ ეპიზოდების შესახებ და ამ პოდკასტის შესახებ სხვებს. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რა ვიცი, ლამის თქვენ გვიხდით ჩვენ ხელფასს. მოკლედ დაუბრუნდეთ უკვე ალი ქუან იუს, არა ჰარი ლის. მოკლედ არის კომუნისტური ჩინეთი და ამიტომ ადამიანისთვის, ჩინელისთვის და არა მარტო ალი ქუან იუსთვის, სხვებისთვისაც ამ ტერიტორიებზე და ეს ტერიტორიებს ვეძახით ჯერჯერობით, იმიტომ რომ აი ამ მთლიანად აი ამ ტერიტორიებს, რომლებიც შედიოდნენ ბრიტანული იმპერიის შემადგენლობაში, მალაიას ეძახდნენ. ეს დრო გავა და შემდეგ გაჩნდება დამოუკიდებელი სინგაპური, დამოუკიდებელი მალაიზია, რაღაცა ეს ტერიტორიები, მაგრამ ჯერჯერობით მალაიაა და ამიტომ ეს გამოწვევა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ალი ქუან იუს კი ჰქონდა ეს მემარცხენე იდეები, პროფკავშირებს უჭერს მხარს, სოციალიზმით იყო გატაცებული, კომუნისტები არ მოწონს. საერთოდ არ უნდა რომ სინგაპურში და ამ ტერიტორიაზე მოხდეს ის, რაც მოხდა მათ ისტორიულ სამშობლოში, კომუნისტურ ჩინეთში. ზუსტად იგივე განწყობებია მალაიაშიც, მომავალ მალაიზიაში. მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ბევრი ჩინელი, რომელიც გატაცებულია ამ კომუნისტური იდეებით, ხო? ამიტომ ეს არის სერიოზული გამოწვევა ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ პოლიტიკურ კარიერაზე და ერთ-ერთი ზუსტად ალი ქუან იუა. 1951 წელს სინგაპურს მიენიჭა თვითმმართველობა. ჯერჯერობით შედის ბრიტანეთის იმპერიაში, მაგრამ თვითმმართველობაა დამკვიდრებული. და უკვე 54-ში 3 წელიწადში, იმიტომ რომ იქ კომუნიზმზე და იდეებზე ხო ვისაუბრეთ, გარდა ამისა, სინგაპურში ნაკლებად, მაგრამ მალაიაში სერიოზული ბრძოლა მიდის ბრიტანელების წინააღმდეგ. არ მოწონთ ესე იგი კოლონიზატორები. მოკლედ 1954 წელს ალი ქუან იუმ თავის მეგობრებთან ერთად, აი ზუსტად იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ერთად სწავლობდა კემბრიჯში და კიდე სხვებთან, ვინც მიიღო ეს დასავლური ბრიტანული განათლება, დაარსა პარტია, რომელსაც როგორც გითხარით, ქვია სახალხო ქმედების პარტია, People's Action Party, დღემდე არის მმართველი პარტია სინგაპურში და გახდა ამ პარტიის გენერალური მდივანი. ამ პოსტს ალი ქუან იუ დაიკავებს შემდეგი 40 წლის განმავლობაში. 59 წლის არჩევნებზე, იქ რაღაცა სხვა ადმინისტრაციებია ადგილობრივი, მაგრამ 1959 წლის არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებზე, ამ პარტიამ მიიღო უმრავლესობა, 80%-ზე მეტი მიიღეს, პოპულარული პარტია იყო. რატომ? იმიტომ რომ აი ალი ქუან იუ მიხვდა რა უნდა ეთქვა ხალხისთვის. ჩინური ხო ისწავლა, მათ ენაზე საუბრობდა, შემდეგ მალაიურსაც ისწავლის. იმ საკითხებზე საუბრებოდა ადამიანებს, ამომრჩევლებს. პოპულიზმის, ესე იგი, ამბავია ესეც. რაც მათ აინტერესებდა, რაც მისთვის იყო საჭიროებო მნიშვნელოვანი. 59-დან სინგაპურის პარლამენტში უმრავლესობა აქვს აი ამ სახალხო ქმედების პარტიას. ალი ქუან იუ კი ხდება ამ სახელმწიფოს, ხო, თვითმმართველობა აქვს ამ სახელმწიფოს, მაგრამ ნუ აი ამ კუნძულის, მოდი ესე დავარქვათ, კუნძულის პრემიერ-მინისტრი. მაშინ უკვე, ეს არის ჯერ 59 წელი, ალი ქუან იუმ დაიწყო პირველი, ნუ რეფორმებს არ დავარქვათ, ცვლილებები. აი ამ კუნძულზე. ჯერ ეს ერთი რა არის, კიდევ ერთხელ, რა არის სინგაპური, ხო? კუნძული, საპორტო ქალაქია,
სადაც არის კრიმინალი, პროსტიტუცია, ჭუჭყიანი, ხო, ჯერ თავიდან აზარტული თამაშები, მამა გახსოვთ ხო, სულ რო ლუდომანი. თავიდან ლი ქვან იუმ დაიწყო, როგორც თვითონ ამბობდა, მორალური წესრიგის დამყარება. იკეტებოდა ეს რაღაცა კაზინო არ იყო, მაგრამ ადგილები, სადაც თამაშობდნენ, ხო, აზარტულ თამაშებს, პროსტიტუციის ადგილები, ჭერენ რაღაცა კრიმინალებს, მოკლედ რაღაცა წესრიგს ამყარებს. შემდეგ სერიოზული პრობლემა და ამასაც მიხვდა ლი ქვან იუმ შეიძლება იყოს და იყო კიდევაც სულ ეს დაძაბულობა ეთნიკური პრობლემა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, იქ არიან ჩინელები, მალაელები და აგერ გვერდზე არის მალაიზია უკვე. არ გიждდებიან ერთ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, არ მოწონთ ერთმანეთი, მალაელებს სულ ეშინიათ ჩინელების, ანუ სულ არის საშიშროება, რომ შეიძლება მოხდეს დიდი ეთნიკური კონფლიქტი. ამიტომ უკვე მაშინ ლი ქვან იუმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აი ამ, ქვეყანაში იყოს 4 ოფიციალური ენა. ჩინური, მალაიური, ტამილური, ინდოელებსაც გაუგორა ესე იგი კოჭი და ინგლისური. ინგლისური როგორც ენა, რომელზეც ყველა ეს ეთნოსი ერთმანეთში ისაუბრებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მაშინ გააკეთა, იქ არსებობდა ინგლისური სკოლები, თავის დროზე ინგლისურში დადიოდა, მაგრამ ჩინურ სკოლებში ინგლისურს არ სწავლობდნენ. აი ლი ქვან იუმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინგლისური, უკაცრავად ჩინურ სკოლებში გამხდარიყო სავალდებულო ენა. და ძალიან ისეთ ინტენსიურად ასწავლიდნენ ინგლისურ ენას. უნივერსიტეტებში, ადგილობრივ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში ასევე სწავლა იყო ინგლისურად. რათა, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ლი ქვან იუმ ძალიან დიდ აქცენტს გააკეთებს და ძალიან დიდ დროს დაუთმობს განათლების რეფორმას. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის არის რაც მე მომწონს, თუმცა არის რაღაცა ნეგატიური მომენტები მის განათლების რეფორმაში და მიდგომებში, ესე ვთქვათ, მაგრამ ის რომ ეს ადამიანი ცდილობდა და სულ ფიქრობდა იმაზე, რომ მის ქვეყანაში გაზრდილიყო განათლებული თაობა, ადამიანები, რომლებიც ბევრი მათგანი წავა საზღვარგარეთ, ისწავლის და ეს ინგლისური ენა იქნება ზუსტად ის, რაც დაეხმარებათ ამ ადამიანებს იმაში, რომ თავისუფლად ისწავლონ დასავლურ უნივერსიტეტებში. ამ დროს ციხეში არიან მისი მემარცხენე, ცოტა კომუნისტური გატაცებული თანამებრძოლები. ეხლა ძალიან ლოგიკურია, რომ უნდა გამოეშვა, ხო, ესენი და არ ჩქარობს. არა, ცოტა ხანი იყავით თუ რაღაც სხვა საქმეები მაქვს, ხო? ცოტა ხანი, მერე კი გამოუშვებს ნამდვილად, მაგრამ რაღაც თანამდებობებზეც დანიშნავს, მაგრამ არა საკვანძოზე, არა მნიშვნელოვანზე. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ არ მისცემს დიდ გასახანს. ერთ-ერთი სხვათა შორის მისი ყოფილი მეგობარი, თანამებრძოლი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ციხეში და რომელსაც გამოუშვებს, შემდეგ სერიოზული უთანხმოება მოუვათ, ის უფრო იყო გატაცებული ამ კომუნისტური ჩინეთის იდეით, ეს ლი ქვან იუმს ძალიან არ მოწონს და შემდეგ იქნება გრძელი ისტორია, როგორ ისევ თავიდან დაიჭერენ ჩასვლა ციხეში. იქ მძიმე პირობებში იქნება და შემდეგ როდესაც გამოვა იმ პირობით, რომ დაწერს წერილს, რომ არასოდეს აღარ დაკავდება პოლიტიკური კარიერით და საერთოდ მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე იმყოფებოდა ციხეში, წავა ბრიტანეთში, იქ იცხოვრებს და მხოლოდ სიბერეში დაბრუნდება სინგაპურში. მაგრამ აი ბევრი მნიშვნელოვანი და რთული პოლიტიკური პრობლემაც არის აი ამ პატარა რეგიონში. ესეთი მარტივი არ იყო, მოვიდა, გააკეთა სინგაპურის აოცრება და ეს არ არის ესე. ჩვენ მე აი აქ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვემზადებოდი ამ ეპიზოდისთვის, ბევრი ახალი რამ გავიგე, საინტერესო ფაქტი ამ რეგიონზე, ამ ქვეყანაზე, ისტორიული ფაქტი, სულ ვფიქრობდი საქართველოზე. გეფიქრება, გაიგეთ, ქვეყანა არის თბილისის ხელა, როგორც გითხარით, ხო? ეს რაღაცა იმპერიის პრობლემები, ეს გამოწვევა, როგორ იყო იმპერიის ნაწილი და შემდეგ როგორ მოიპოვა დამოუკიდებლობა,
ну ეთნიკური ჩვენთან ნაკლებად არის მადლობა ღმერთს პრობლემა მრავალ ეთნიკური ქვეყანა ვართ მაგრამ მე ფიქრებოდა საქართველოზე ჩვენ რატო არ რა ვიცი ვერ არ ამ ვისაუბრებთ კიდე ამაზე ბევრი მიზეზია ესეთი ობიექტურიც და სამწუხაროდ სუბიექტური მოგლეთ 62 წელს ლი ქვან იუ ფიქრობს მალაიზიას უკვე აქ დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან მიღებული ფიქრობს იმაზე რომ ჯობია ალბათ აი შეუერთეს მალაიზიას და 62 წელს ქვეყანაში ჩატარდება რეფერენდუმი მალაიზიასთან შეერთების საკითხზე მე ვიტყოდი ერთ-ერთი კი ალბათ ნუ აი ყველაზე არადემოკრატიული რეფერენდუმი რაც კი შეიძლება მოგივიდეს თავში რატომ იმიტომ რომ იმ ბიულეტენებში რომელიც დაურიგდა ამ მომრჩევლებს ნუ მოსახლეობას იქ ნუ რა უნდა იყოს ხო ახლა საუბრობთ მალაიზიასთან მიერთებაზე ხო ან კი ან არა ხო პუნქტი არა საერთოდ ეს გრაფა არა არ არსებობდა ანუ დაურიგდათ ბიულეტენები სადაც იყო 3 კი ოღონდ სხვადასხვა პირობებით წადი და აირჩიე ეხლა ნუ სხვებმა იმ პოლიტიკოსებმა აი იმ კომუნისტური იდეებით გატაცებულმა ადამიანმა რთული სახელი აქვს უცებ ვერ გავიხსენებ იმან თქვა რომ ეს რა არის საერთოდ ან კი ან არა და 3 კი რას ნიშნავსო მაშინო მან მოუწოდა თავის რა ვიცი ამ მომრჩევლებს კი არა და ვინც მხარდამჭერებს რომ მაშინო ან ცარიელი ბიულეტენები ჩაყარეთო ურნებშიო ან საერთოდ გააფუჭეთ ბიულეტენები ეგრე არ უნდა ლი ქვან იუმ რა თქვა არა უშავსო რაც კი იქნებაო ცარიელი ბიულეტენი იმას მივამატებთო სხვა ბიულეტენებსო რაც იმ ბიულეტენებს რაც უმრავლესობას რასაც მიიღებსო უმრავლეს ხმას მოგლეთ ყველაფერი აი ძალიან გრძლად მოუყევი რეფერენდუმის ამბავი მაგრამ ნუ აი საოცრება ხა კი არა არის მარტო კი არის მოკლედ ამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით გაგიკვირდებათ მაგრამ რასაკურველია უმრავლესობა და სინამდვილეში უმრავლესობა მართლაც უმრავლესობა ამას უჭერდა მხარს მოდით შეუერთეთ მალაიზიას 63 წელს ტარდება ახალი არჩევნები ისევ ესე იგი იმარჯვებს 4 წელიწადში იმარჯვებს ლი ქვან იუს პარტია და 63-ში სინგაპურმა დადო ხელშეკრულება მალაიზიასთან შეერთებაზე ფედერაციის შექმნაზე მაგრამ ნუ ამ კავშირმა ძალიან ცოტა ხანი გასტანა ნუ რა ვიცი დაახლოებით 2 წელიწად ნახევარი ესე ვიტყოდი რა რაში იყო საქმე როგორც გითხარით მალაელებს მალაიზიელებს უკვე არ მოწონდათ ჩინელები სულ რაღაცა შიში ქონდათ რომ არ დაგვიპყრონო მეორე არის ის რომ მათ პოლიტიკოსებს განსაკუთრებით მალაიზიაში ქონდათ ეჭვი შიში რომ შეიძლება აი ამ ახალგაზრდა ესეთმა წარმატებულმა პოლიტიკოსმა ლი ქვან იუმ რომელიც სარგებლობს ესეთი პოპულარობით თავის სინგაპურში შეიძლება აქაც გადმოვიდეს მისი პოპულარობა მით უმეტეს რომ ნახეთ რა შვება ლი ქვან იუმ მალაიურ ენასაც სწავლობს და ბოლო მისი გამოსვლები პარლამენტში არა მარტო ჩინურად არამედ მალაიურ ენაზეც მიმართავს ხალხს და მათ ქონდათ ეს ვარაუდი რომ შეიძლება ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკოსი მალაიზიაში ლი ქვან იუ გახდა ეს არ მოწონდათ შემდეგ იქ იყო უკვე პატარა ეთნიკური კონფლიქტი იმიტომ რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა რომელიც იმ პერიოდში იყო სინგაპურში იყო მტკნარი წყლის პრობლემა და წყლის მომარაგების პრობლემა აქვე ვიტყვი რომ სინგაპურს არანაირი ბუნებრივი რესურსები არ აქვს ნავთობზე და გაზზე ხო არ არის ლაპარაკი არც არაფერი სხვა არ აქვს არაფერი უბრალოდ არის კუნძული ძალიან კარგი ადგილმდებარეობით და ხალხით რომელიც მუშაობს და კიდე ნუ აი ლი ქვან იუ რომელმაც ეს საოცრება მოახდინა მოკლედ იქ პატარა ეთნიკური კონფლიქტი მოხდა რის გამო იმიტომ რომ უნდა გაეწმინდათ მდინარე რათა მიიღოთ წყალი და მდინარის პირას უმრავლესობა ადამიანების რომლებიც იქ ცხოვრობდნენ იყვნენ წარმოშობით მალაელები ეს ადამიანები უნდა გადაესახლებინათ სხვაგან
დაანგრიეს ეს სახლები და აი ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი ჩინელებსა და მალაელებს შორის სინგაპურში. დაიღუპა ხალხი. მოკლედ არ არის ეს ისეთი წარმატებული ლაღი კავშირი მალაიზიასა და სინგაპურს შორის. ყველაფერი დასრულდება იმით, რომ იქ მიდის მოლაპარაკება, ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ არ გამოდის ერთად, ვერ ცხოვრობენ კარგად. ამიტომ 1965 წლის 7 აგვისტოს სინგაპური გამოდის მალაიზიური ფედერაციის შემადგენლობიდან და 1965 წლის 9 აგვისტოს ამ ქვეყანამ გამოაცხადა სრული დამოუკიდებლობა. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ ეს უნდა იყოს, რა ვიცი, დამოუკიდებლობა ვის არ უხარია, ვის არ უნდა თვითონ თავის დროზე უნდოდა ლი ქვან იუს დამოუკიდებლობა, ამაზე ფიქრობდა, ამით დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა და უნდა უხაროდეს კაცს. ხო, ამ შემთხვევაში, თუმცა ძალიან რთულია დასკვნების გაკეთება, მაგრამ მე ვუყურე პრეს-კონფერენციას, რომელიც ჩაატარა ლი ქვან იუმ, აი ამ, როდესაც გამოაცხადა აი ამის შესახებ და შემდეგ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, სადაც ეს პოლიტიკოსი, ჯერ პასუხობდა რაღაცას ამბობდა, პასუხობდა შეკითხვებს, მე სულ უფრო ნელა საუბრობდა, ხანდახან მეც ნელა რომ საუბრობ, ერთ ნახევარზე დააყენეთ, გადასარევად დიხინით მიდის ეპიზოდი. მოკლედ, უფრო ნელა საუბრობს და რაღაცა მომენტში ამბობს, რომ თუ შეიძლება შევისვენოთო. Would you mind if we stop for a while? და სულ ესე იმშრალებს თვალებს პრინციპში ტირის, რაც ძალიან როგორ გითხრათ, ახლა რომელი პოლიტიკოსი, მამაკაცის ტირილი ესეთი მისაღებია, ხო? ადამიანია, მაგრამ მაინც ჩინურ ტრადიციაში და ჩინური კულტურისთვის მამაკაცი, რომელიც ტირის, ეს აბსოლუტურად მიუღებელი მომენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე 20 წუთია ამ ემოციებშია, გააგრძელებს, მაგრამ ამ პრეს-კონფერენციის მერე წავა სახლში და ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ სახლიდან არ გამოდიოდა. ანუ როგორ გითხრათ, ოფიციალური ვერსია არის ის, რომ ლი ქვან იუ ძალიან განიცდიდა ამ კავშირის დაშლას. შეიძლება მას ჰქონდა მართლაც ამბიცია, რომ ამ ბევრად უფრო დიდი ქვეყნის ლიდერი გამხდარიყო, არ ვიცი, შეიძლება იმ პერიოდში მას უბრალოდ ეშინოდა, რომ სინგაპური ვერ გაძლებს როგორც ცალკე, როგორც დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფო და რაღაცა სხვა დიდი ქვეყანა მას შთანთქავს, ხო? შეიძლება ამაზე ფიქრობდა, რთულია დასკვნების გაკეთება, მაგრამ აი ესეთი ემოციური პრეს-კონფერენცია შედგა მაშინ. შეიძლება ითქვას, რომ 1965 წლიდან უკვე როდესაც ქვეყანა მოიპოვა ეს დამოუკიდებლობა, აი უკვე მაშინ ლი ქვან იუმ ერთი კვირა დაისვენა, განიცადა, მაგრამ დაიწყო მუშაობა და დაიწყო უსერიოზულესი რეფორმების ჩატარება, ცვლილებების ჩატარება და რეფორმების ჩატარება. იმის კეთება, რაც გახდება ეს სინგაპურული საოცრება. სანამ გადავალთ ახალი სინგაპურის მშენებლობაზე, შეგახსენებთ, რომ გამოყვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე არის ჩვენი გამომწერი, მოუყევით ჩვენი პროექტის შესახებ სხვებს. დიდი მადლობა შავი Coffee Roasters, ჩვენს ტრადიციულ მხარდამჭერს. და ასევე იურიდიულ კომპანია GT Consulting-ს. ამ ეპიზოდის აღწერაში არის ბმული, შეგიძლიათ შეხვიდეთ და დანიშნოთ უფასო კონსულტაცია GT Consulting-ის იურისტებთან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სტუდია 64-ის შესახებ, თუ გნებავთ კრეატიული კონტენტის შექმნა, მოგმართეთ და მოდით ვითანამშრომლოთ. მადლობა ყველას, ვინც არის ჩვენი პატრეონელი. მადლობა თქვენ, მხარს გვიჭერთ. ახლა კი გადავიდეთ იმაზე, ალბათ ყველაზე მეტად საინტერესებს განა რა გააკეთა ლი ქვან იუმ, როგორ ესე იგი მიაღწია იმ საოცრებას, რომელსაც სინგაპური ქვია. ბევრი მიმართულებით მუშაობდა ეს პოლიტიკოსი პრემიერ-მინისტრის რანგში.
პირველ რიგში დაფიქრდა, პირველ რიგში თუ მეორე რიგში ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველა მიმართულებას ამ შემთხვევაში მიმოვიხილავ, რადგან ყველა არის ისეთი მნიშვნელოვანი. ჯერ ეს ერთი დაფიქრდა იმაზე, რომ სინგაპურს უნდა ყავდეს საკუთარი ჯარი. იმიტომ რომ მაინც ეს საფრთხე, რომ შეიძლება ვიღაცამ დაგიპყროს, შემოიჭრას ქვეყანაში, არსებობდა. ფიქრობდა სხვადასხვა ქვეყანას მიმართა, იმათ არ აინტერესებდათ ბრიტანეთს რაც შეეხება. ბრიტანეთისთვის მით უმეტეს 60-იანი წლები ვიეტნამში ამერიკელები ომში არიან, ურთულესი პრობლემები აქვთ, თან ბრიტანეთსაც თავისი პრობლემები ჰქონდა, არ აინტერესებდათ. უნდა ვთქვათ, რომ როდესაც სინგაპურმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ბრიტანელებმა დატოვეს ამ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა. მაგრამ ეს იყო უფრო ლი ქვან იუს თხოვნა, ესე ვთქვათ, თორე ბრიტანელებს ეგრევე უნდათ გასვლა იქედან. ხედავთ, მაინც არის განსხვავება. ზოგი იმპერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო ბაზა დატოვონ. ბრიტანეთის შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა დიდი იმპერიების შემთხვევაში, სხვანაირად მიდიოდა საქმე. მათ უნდათ იქედან გამოსვლა და გამოყვანა თავის სამხედროების. ამას იზამენ, მაგრამ შემდეგ ლი ქვან იუ მიმართავს თხოვნით, როდესაც ბრიტანელები დატოვებენ კუნძულს, რომ ის შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც იყო ამ ბაზაზე, რომ დაეტოვებინათ. ზოგადად, როდესაც ბრიტანელები ან სხვა იმპერიების წარმომადგენლები, როდესაც გადიოდნენ, ან ანადგურებდნენ ამ ტექნიკას და შეიარაღებას, ან მიქონდათ უკან თავის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში ლი ქვან იუმ დაარწმუნა, სთხოვა, რომ ეს უკვე 70-იანი წლების დასაწყისში 71-ში, რომ ეს შეიარაღება და ტექნიკა დაეტოვებინათ, დატოვეს, მაგრამ საკუთარი ჯარი ჭირდებოდა, ქვეყნებს მიმართა არა და გამოჩნდა ისრაელი. ქვეყანაში ჩამოვიდნენ ინსტრუქტორები, სამხედრო ინსტრუქტორები ისრაელიდან, რომლებიც წვრთნიდნენ სინგაპურელ ჯარისკაცებს. და რაც მთავარია, პარალელურად ლი ქვან იუმ დაიწყო ისეთი პროპაგანდისტული კამპანია, სადაც საუბრობდნენ იმაზე, როგორი პრესტიჟულია მსახურება ჯარში და არა მარტო პრესტიჟული, არამედ იმათ, ვინც იმსახურებდა ჯარში, შემდეგ აძლევდნენ გარკვეულ შეღავათებს, უწყობდნენ ხელს, რომ გაეგრძელებინათ, ან დაეწყოთ სწავლა, ხანდახან საზღვარგარეთაც, ან სამუშაო ადგილი მოეპოვებინათ. ანუ ბევრი ის შეღავათი, რომელიც მიმზიდველი იყო. ჯარში მსახურება გახდა მიმზიდველი. მეორე და უმნიშვნელოვანესი, ალბათ პირველი, ეს რასაკვირველია იყო ამ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილმდებარეობა, საპორტო ქალაქი, სავაჭრო ცენტრი თავის დროზე ბრიტანელები რატო დაინტერესდნენ, ამ ტერიტორიით, მაგრამ ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა უმძიმესი. ამიტომ ეკონომიკური რეფორმების ჩატარება. მტკივნეული. ჯერ ეს ერთი ლი ქვან იუმ მიმართა დიდ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რათა შემოსულიყვნენ სინგაპურში. მაგრამ თავიდან უცხო ინვესტორები მაინც და მაინც არ ინტერესდებოდნენ ამ ტერიტორიით, ამ კუნძულით, ამ სახელმწიფოთი. ამიტომ ლი ქვან იუმ მიხვდა, რომ ჯერ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ რაღაცა სხვა სახე მისცეს ამ თავის სახელმწიფოს და გახადოს ეს სახელმწიფო მიმზიდველი უცხო ინვესტორებისთვის. რაც გააკეთა. აი რატომაც ძალიან დიდ ყურადღებას ლი ქვან იუ და მისი მთავრობა უთმობდნენ სინგაპურის სახეს. შენდებოდა ახალი საცხოვრებელი ადგილები, ეს რაღაცა ძველი პატრა სახლები, ეს ყველაფერი ესე იგი დაანგრიეს, ახალი სახლები და სადამჭერები ააშენეს. შემდეგ უთმობდნენ და დღემდე ესეა, უთმობენ ძალიან სერიოზულ ყურადღებას ეკოლოგიას, გამწვანებას, ეს არის ალბათ არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კუნძული, ხო, ქალაქი უბრალოდ გამწვანება.
სხვა სახე, იმიტომ რომ მიმზიდველი არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით და მოგების თვალსაზრისით, ისე თვალითაც უნდა მოგეწონოს. ეკონომიკურ და ფინანსურ მიმზიდველობას რაც შეეხება, აქ გადადგა ლიქვანიუმ ძალიან სერიოზული ნაბიჯები. იმიტომ რომ შემოიღო ჯერ ეს ერთი შეცვალა მთლიანად საგადასახადო სისტემა და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც გახდა მარტივი შეამცირა გადასახადების რაოდენობა, მაგრამ ძალიან დიდი სერიოზული სიმკაცრე და წესრიგი დაამყარა აი ამ თვალსაზრისით ამ სფეროში, მაგრამ ასევე შემოიღო საგადასახადო შეღავათები ინვესტორებისთვის. დღეს უკვე სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია. თუ ადრე ლიქვან იუ და მისი მთავრობა სთხოვდნენ, მიმართავდნენ, ეძებდნენ უცხო ინვესტორებს, დღეს უცხო ინვესტორები რიგში დგანან, რათა მიეცეთ საშუალება, რომ აწარმოონ ბიზნესი სინგაპურში. და არის შემთხვევები და არაერთი, როდესაც ამ უფლებას სინგაპურში არ აძლევენ. არის მაგალითად მაგალითი ერთი ბანკის, ევროპული ბანკის, რომელიც წლების განმავლობაში სთხოვდა ლიცენზიის მიღებას სინგაპურში, რომ ემუშავათ, უარს თავიდანვე უარი უთხრეს, შემდეგ გავიდა, იმიტომ რომ ახალი შექმნილი ბანკი იყო, შემდეგ ისევ გავიდა წლები, ისევ მიმართეს სინგაპურის მთავრობას, ისევ მიიღეს უარი, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ოპერირებდა ევროპაში, იქ ვიღაცა არაბული დიდი სამეფო ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ დამფუძნებლები, ისევ უთხრეს უარი, ისევ აი სულ იყო ესა და ბოლოს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ სინგაპურში ვერ დამკვიდრდნენ და ვერ იმუშავეს, სხვაგან მუშაობდნენ ევროპაში ძირითადად და სხვა არაბულ ქვეყნებში ბანკი გააკოტრდა და სხვა შორის დაზარალდა კიდევაც ხალხი. ანუ სიტუაცია უკვე მაგრამ სანამ ესე შეიცვლებოდა სიტუაცია, იქამდე ძალიან დიდი დრო იყო, ხო? შემდეგ ლიქვან იუ დაფიქრდა იმაზე, რომ ქვეყანას, რომელსაც არანაირი ბუნებრივი რესურსები არ ქონდა, უნდა განევითარებინა ინდუსტრიები, სხვადასხვა სფერო. პირველ რიგში მოიზიდეს ინვესტორები მანქანათმშენებლობაში, გემების შეკეთება და რემონტი ტრადიციულად რაღაცა დონეზე არსებობდა, მაგრამ ამასაც დაუთმეს დიდი ყურადღება და ბევრი ინვესტიცია ჩაიდო. ქიმიური, ესე იგი, ინდუსტრია ძალიან განვითარდა, ელექტრონიკა, სინგაპური, ყველამ ვიცით, რომ არის ერთ-ერთი ლიდერი ამ სფეროში. იქ იწარმოება უამრავი რამ ელექტრონიკის სფეროში, რაც სხვაგან არ იწარმოება, ერთ-ერთი ლიდერია, ხო? და ამის გამო გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, უმუშევრობა შემცირდა, თავიდან თუ უმუშევრობა იყო 14-15%, დღეს მინიმუმამდე არის დასული ეს მაჩვენებელი და ზოგადად დღეს სინგაპური ძალიან ბევრი ეკონომიკური, ფინანსური მაჩვენებლით იკავებს ერთ-ერთ ადგილს. გარდა ამისა, ნავთობის გადამუშავება. არ არის არც ნავთობი, არც გაზი, მაგრამ იქედან გამომდინარე, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქ გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია, განვითარდა და აი აქ არის მნიშვნელოვანი და ამან მე რომ ვამზადებ სულ ამაზე ვფიქრობდი, მიდგომას აქვს როგორი უდიდესი მნიშვნელობა. რას გულისხმობ მე? მაგალითად, როდესაც 1973 წელს მსოფლიოში იყო სანავთობო კრიზისი, ლიქვან იუმ შეატყობინა, მთავრობამ, ხო, სინგაპურის მთავრობამ შეატყობინა დიდი ნავთობ კომპანიების ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ მიუხედავად კრიზისის მიუხედავად ნავთობ გადამუშავება და ნავთობ გადამუშავება ამ ქვეყანაში არ შეჩერდება და არც შემცირდება და ამან მისცა კიდევ ერთი დიდი სტიმული ნავთობ გადამუშავების განვითარებას ქვეყანაში. ყველა დიდ კომპანიას, დიდ კორპორაციას, რომელიც იყო ინვესტორი სინგაპურის ეკონომიკაში, აი მათ ყავდათ მთელი ჯგუფი ადამიანების, რომლებიც მუშაობდნენ ამ კორპორაციაზე, რა თვალსაზრისით, სულ იყვნენ ხაზზე, სულ ესე იგი ნებისმიერი თხოვნა, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, ნებისმიერი შეკითხვა
24 საათიან რეჟიმში ამას აკეთებდნენ. ანუ იმ კორპორაციების წარმომადგენლები, რომლებიც კი ბატონო იყვნენ მიჩვეული დასავლურ ბიზნესის კეთებას და ბიზნეს გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ იქ აი ყველა ელოლიავებოდნენ ამ ინვესტორებს. რამე შეკითხვა გაქვს? ნებისმიერ დროს შეგიძლია დარეკო, იკითხო, პრობლემა გაქვს, სთავაზობდნენ ეს ნაკვეთი გინდათ, ის ნაკვეთი. ის რასაც ბიზნესში მაგალითად ეძახიან due diligence, ხო, ეს შემოწმება ან ინდუსტრიის, ან კომპანიის, ხო, ამას ყველაფერს სინგაპურის მთავრობა და სინგაპურელები თვითონ აკეთებდნენ. როგორც გითხარით, სერიოზული შეღავათები საგადასახადო ინვესტორებისთვის და კიდევ ერთი, რამაც ასევე სერიოზული როლი ითამაშა, იმაში, რომ სინგაპური გამხდარიყო გარდა ამ ინდუსტრიების განვითარებისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა, უმუშევრობა იკლებს და ასე შემდეგ, გახდა სერიოზული ფინანსური ცენტრი და აქ თავისი როლი, არის რაღაცა ობიექტური მიზეზებიც უნდა იყოს, რაღაცა კარგი უნდა ქონოდა, ხა ბუნებრივი რესურსები არ ქონდათ, მაგრამ ითამაშა იმან თუ რა დროის სარტყელში არის იმყოფება სინგაპური. ბანკირებმა და აქ იყვნენ კიდე კონსულტანტები ჰოლანდიიდან, რომლებიც დაფიქრდნენ იმაზე, რომ აი როგორ მუშაობს მსოფლიო საბანკო სისტემა. როგორ მუშაობდა, ხო? ცურიხში იღვიძებენ, იხსნება ბანკები, ცოტა ხანში ფრანკფურტში, ლონდონში, აი ესე მიდის, ხო, ესე იღვიძებს ხალხი, ქვეყანა, იხსნება ბანკები. შემდეგ, როდესაც ევროპა იძინებს, იღვიძებს ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და შემდეგ იყო პერიოდი ძალიან დიდი, როდესაც იყო დროის მონაკვეთი, როდესაც საბანკო სისტემა იყო გაჩერებული იმის გამო, რომ იქაც იძინებდნენ და რაღაცა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული და იგივე ტრანზაქციებისთვის და სხვა საბანკო მომსახურებისთვის იყო გაჩერებული. ვინ იღვიძებს და ვის არ ძინავს? იმათ მე მგონი საერთოდ არ ძინავთ, მაგრამ ამ დროს, როდესაც იძინებს ამერიკა, იღვიძებს აზია, იღვიძებს სინგაპური. აი ლი ქვან იუმ ყველაფერი გააკეთა, რომ აი ამ ჯაჭვში ცურიხი, ლონდონი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და შემდეგ ისევ ცურიხი ჩასვან სინგაპური. აი ამის მერე სინგაპური გახდა სერიოზული, მნიშვნელოვანი ფინანსური და საბანკო ცენტრი. აი ესეთი სერიოზული გადაწყვეტილებაც მიიღეს. რაც შეეხება მთავრობას, სულ თავიდან 60-იან წლებში, როგორც გითხარით, მის კაბინეტში შედიოდნენ აი ის ახალგაზრდა ადამიანები, მისი მეგობრები, დასავლეთში მიღებული განათლებით, ბევრი მათგანი, რა ვიცი, 30 წლამდე, 30 წლის იყო ახალგაზრდები. ეს პრაქტიკა ლიქვანიუმ გააგრძელა და აი 80-იან წლებშიც მის კაბინეტში იყვნენ ახალგაზრდა ტექნოკრატები და ისევ ამან განაპირობა წარმატება ამ ადამიანის და ქვეყნის და მთავრობის. ზოგადად ვიტყვი, რომ ლიქვანიუს პარტიამ ახალგაზრდობის პარტიამ 7-ჯერ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებზე. სულ იმარჯვებდა და იმარჯვებს დღემდე. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ აი ლიქვანიუს მმართველობის დროს და ზოგადად სინგაპურში დამკვიდრდა ის, რასაც ქვია მერიტოკრატია. ვერ ვიტყვი, რომ არსებობს ბევრი, საერთოდ თუ არსებობს ქვეყნები, სადაც არის მერიტოკრატია. რა არის მერიტოკრატია? და ისე რომ მოდით წაგიკითხავთ, მე მაინც სპეციალურად ამოვიწერე, ესე იგი, რას ნიშნავს მერიტოკრატია, მე ჩვეულებრივად აგიხსნით. მერიტოკრატია მმართველობის ფორმა, ან სხვა სტრუქტურა, ამ შემთხვევაში მმართველობის ფორმაზე ვსაუბრობთ, სადაც თანამდებობები, გადაიცემა და პასუხისმგებლობა მიენიჭება ადამიანებს მათ დემონსტრირებულ ნიჭსა და შესაძლებლობებზე ან დამსახურებებზე დაყრდნობით. მის
წარმოშობას, წარმომავლობას ამ ადამიანის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რა დამსახურება აქვს, რა მიღწევები აქვს, რა შესაძლებლობები აქვს. მერიტოკრატიის დროს საზოგადოება აჯილდოვებს მათ, ვინც საკუთარ ნიჩსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე შეჯიბრში გამარჯვებით. ეს არის მთავარი პრინციპი. შენ თუ ხარ ნიჭიერი წარმატებული სწავლაში, მე მუშაობაში შენ გაქვს ყველანაირი საშუალება, რომ მიაღწიო უფრო მეც. აი ესეთი ადამიანები იყვნენ და როგორც ხვდები, არიან კიდევაც სინგაპურის ხელისუფლებაში. რა საკურველია, თქვენ ალბათ ელოდებით ამას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც დრო დაეთმო ძალიან დიდი, ეს იყო კორუფციასთან ბრძოლა. კორუმპირებული საზოგადოება ყველას გრთამს აძლევდა, თან სპორტი, ეს რაღაც სპორტის კულტურა, ხო, აი ხო გვესმის. უმკაცრესი. ოღონდ არა სიტყვებზე ჩვენ ვერ ვწვით კორუფციას. ესე რომ კითხო, რა ვიცი, ნებისმიერი მთავრობის წარმომადგენლები ან ქვეყნის გეტყვი, აბა ჩვენ ვერ ვწვით კორუფციას. არა, იქ კორუფციასთან მართლა ებრძოდნენ. არსებობს ესეთი ფრაზა, იცით ძალიან გულწრფელად გეტყვით, რომ ზოგი თვლის, რომ ამას მიაწერენ ლი ქვან იუ, ზოგი თვლის, რომ ნამდვილად თქვა, ესეთი ფრაზა. ფრაზა ესეთია, რომ თუ გინდათ, თუ გსურთ კორუფციის დამარცხება, დაიწყეთ თქვენი 3 მეგობრის ციხეში ჩასმით. თქვენ ზუსტად იცით რატომ და მათაც იციან რატომ. არ ვიცი ზუსტად ნამდვილად თქვა თუ არა ლი ქვან იუმის ფრაზა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს გააკეთა, იმიტომ რომ არაერთი მაგალითი არსებობს, რომ მისი მეგობრები, რომლებიც დაადანაშაულეს გრთამის აღებაში, ძველი მეგობრები, ისინი ვისთანაც ერთად იწყებდა თავის პოლიტიკურ კარიერას ან რაღაცა მოღვაწეობას პოლიტიკურს, ხო აღმოჩნდნენ ციხეში. კი ბატონო, იყო თქვენ ალბათ მეტყვით, რომ ახლა დავიჯერო თვითონ, იცით რა, არ იყო გამოძიება რაღაცა მომენტში მისი, აი ოჯახის წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერი ვერ დამტკიცდა. და ამ ორგანოების და სპეციალური ორგანოები შეიქმნა საგამოძიებო, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან ფართო უფლებები. ნებისმიერი ინფორმაციის მოძიების უფლება ჰქონდათ, ნებისმიერ პირზე. ეს არის მნიშვნელოვანი, იქ არ იყო არავინ დაცული. და პარალელურად მან ძალიან მკვეთრად გაზარდა სახელმწიფო მოხელეების ზოგადად და თანამდებობის პირების, მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები და ასევე მოსამართლეების ხელფასები. რა არის თან რთულია, თან ჩახლართულია, მაგრამ თან მარტივია, ხო, იმისთვის, რომ შენ კონდეს წარმატებული პოლიტიკური სისტემა, უნდა კონდეს თავისუფალი სასამართლო, კორუფციისგან დაცლილი სახელმწიფო აპარატი, ესეა, ხო? მოსამართლეებს ხელფასი მოსამართლის ერთ წელიწადში ხანდახან $1 მილიონ კი აღწევდა. ძალიან მაღალი ხელფასი. თვითონაც მაღალი ხელფასი ჰქონდა, ბევრად უფრო მაღალი ვიდრე როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი მალაიზიის ხელმძღვანელს ან მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელებს, ხანდახან ამის გამო აკრიტიკებდნენ, მაგრამ ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ თვითონაც და მის მთავრობაში, სახელმწიფო აპარატში ადამიანებს ჰქონდათ მაღალი ანაზღაურება. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს არ არის გარანტია, რომ არ მოიპარავენ, გრთამს არ აიღებენ. ნამდვილად ესეა. და ეს მაგალითები იყო სინგაპურში, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ იყო ძალიან ძლიერი და მკაცრი ორგანო, რომელიც ამას უყურებდა და აკონტროლებდა, ხო, თუ კი რამე, აი მაგალითად თუ შეამჩნევდნენ, რომ ვიღაცა სახელმწიფო, მაღალჩინოსანის საბანკო ანგარიშზე უცებ გაჩნდა რაღაცა დიდი თანხა, ან იყიდა სახლი, ან რაღაცა ძვირადღირებული მანქანა, ეგრევე იწყებოდა შემოწმება, ყველანაირი რაღაცა წინასწარი შეტყობინებების და ყველაფრის გარეშე, საიდან გაგაღა ეს თანხები და მანქანები და სახლები და ასე შემდეგ. აი ესე კეთდებოდა ეს. ანუ რა არის
და სინგაპურს ყავს ისეთი ძალიან პატარა, ნუ ხა 6 მილიონიანი ქვეყანა, მაგრამ ისეთი ბრძოლის უნარიანი ჯარი, კორუფციასთან ბრძოლა, სახელმწიფო აპარატის მოქნილება, ესე ვთქვათ, და ბიუროკრატია იყო დასული, აი ნულამდე თითქმის ბიუროკრატიული პროცედურები, ეს ყველაფერი იყო ძალიან იყო და არის გამჭვირვალე, მარტივი, უცხო ინვესტორების მოზიდვა და მათთვის, არ ვიცი, სამოთხის მოწყობა, ესე ვთქვათ, ყველანაირი შეღავათი, მარტივი საგადასახადო სისტემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე როგორც გითხარით ეკოლოგია, ამასაც ესე იგი უთმობდნენ დიდ დროს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რასაკვირველია მიმართულება, ეს არის დანაშაულთან, კრიმინალთან ბრძოლა. ისევ და ისევ არა სიტყვებზე, არამედ რეალურად. თავის დროზე და მაშინ, როდესაც ლი ქვან იუმ ჩაიბარა, ესე ვთქვათ, ეს სახელმწიფო ხელში, ძალიან მაღალი დონე იყო დანაშაულის, საპორტო ქალაქი, ისა იქ მოქმედებდნენ აი ესეთი აზიური მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებსაც ტრიადებს ეძახიან. ხო, აღარ არის ტრიადები, იმიტომ რომ უსერიოზულესი ბრძოლა გამოცხადდა, ეს ტრიადების წევრები დააკავეს, გაანადგურეს და დღეს დანაშაულის დონე სინგაპურში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მთელს მსოფლიოში. იმაზე თუ რის ხარჯზე თუ უფრო სწორედ პარალელურად კიდე რა ხდებოდა სინგაპურში, ამაზე ცალკე დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ აქ უბრალოდ აქვე ვიტყვი, რომ სიმკაცრის ხარჯზე. დღესაც სინგაპურში არსებობს ჯერ ესეთი სიკვდილით დასჯა და სიკვდილით სჯიან, ჩამოხრჩობით სჯიან ადამიანებს, მძიმე დანაშაულისთვის, მკვლელობებისთვის, კი ბატონო, და ასევე არის ფიზიკური დასჯა, ჯოხით ცემენ, არსებობს 40 მუხლი და თუ გაგასამართლეს აი ამ ერთ-ერთი ამ მუხლით, ესე იგი არის ფიზიკური დასჯა, ჯოხით caning, რასაც ქვია ინგლისურად, ჯოხით გცემენ. სხვა შორის იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც სინგაპურში დააკავეს, სხვა ახალგაზრდებთან ერთად იყო ამერიკელი სტუდენტი და აი ამ ახალგაზრდებმა რაღაცები დახატეს მანქანებზე. დააკავეს, ეს უკვე დახატე რას ნიშნავს? დააკავეს, გაასამართლეს და მიუსაჯეს ჯოხით ცემა. მაშინ საქმეში ჩაერია კლინტონი, რომელიც მაშინ პრეზიდენტი იყო შეერთებული შტატების. ამ ახალგაზრდას მიუსაჯეს 6 ჯერ დარტყმა ჯოხით და აი ამ კლინტონის ჩარევის შემდეგ შეუმცირეს 4-მდე. 4 ჯერ ესე იგი დაარტყეს, შემდეგ წავიდა დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ესეც უბრალოდ სიტყვებზე კი არ არის, რომ რაღაცა ვსჯით. არა. აქ მე მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი, თავის დროზე თავიდან ლი ქვან იუმ ერთ-ერთ პატარა კუნძულზე გააკეთეს ციხე და დამნაშავეებს აგზავნიდნენ პატიმრებს იმ ციხეში და ისეთი საკმაოდ რბილი დემოკრატიული სისტემა იყო აი ამ ციხეში. რა იგულისხმება, რომ შენ იქ მუშაობდი, თუ კარგად მუშაობდი, უფრო მარტივ სამუშაოებზე გადაყავდი, თუ კიდე კარგად გამოიჩენდი თავს, კარგად იქცეოდი, კარგად მუშაობდი, კვირაში ერთხელ გიშვებდნენ სახლში და ესე იგი ნათესავების ოჯახის წევრის მონახულების საშუალება ჰქონდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით სადღაც 300 რაღაცა პატიმარი იმყოფებოდა იმ ციხეში, 320 მე მგონი და ბადრაგი შეადგენდა 47 კაცს. ხო, თუ გადიოდა დრო, მე მგონი 1-2 წელი, რითი დამთავრდა ეს ყველაფერი? აჯანყებით. და ის ბადრაგიც მოკლეს, რაღაცა, ხო, ეგრე არ უნდაო, არანაირი დემოკრატია ციხეში იქ აღარ არის, სიმკაცრე, ჯოხით ცემა და ასე შემდეგ. პარალელურად ხდება ყველაფერი, ეკონომიკური რეფორმები, სოციალური რეფორმები, კრიმინალთან ბრძოლა. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ამაზე მე უკვე ვთქვი 1-2 სიტყვა, ეს არის რეფორმა, რომელმაც ძალიან სერიოზულად შეცვალა საზოგადოება სინგაპურში. ეს არის განათლების რეფორმა. და მე
დიდ პატივს ვცემ, ესე ვთქვათ, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ განათლებას, იმიტომ რომ კლასიკური დიქტატორები ან ავტორიტარული ლიდერები იმათ არ ჭირდებათ განათლებული საზოგადოება. მიხდით ხომ, რას გულისხმობ? არ ჭირდებათ. პირიქით, რაც უფრო განუვითარებელია საზოგადოება, მათთვის, როგორც დიქტატორებისთვის, როგორც ავტორიტარული ლიდერებისთვის, ხელმძღვანელებისთვის, უფრო მარტივია მსგავსი საზოგადოების მართვა. ლი ქვან იუსთვის ეს მიდგომა იყო აბსოლუტურად მიუღებელი. პირიქით, სინგაპურის მოსახლეობა უნდა იყოს უაღრესად განათლებული. 60-იან წლებში, როდესაც ლი ქვან იუმ დაიწყო თავისი რეფორმები, იყო ძალიან ბევრ ადამიანს ქვეყანაში სულ 3 კლასი ჰქონდა დამთავრებული, ბევრი საერთოდ არც ვერც კითხულობდა და ლი ქვან იუმ, როგორც გითხარით, ხო არის 4 სახელმწიფო ენა, ხო, ინგლისური, ჩინური, ტამილური და მალაიური, მაგრამ მაინც აი ეს ნელ-ნელა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ინგლისური გამხდარიყო, ესე იგი, მთავარი ენა ქვეყანაში. ჩინურ სკოლებშიც სავალდებულო ინგლისური ენის სწავლა და მაღალ დონეზე, შეიძლება არა ისე როგორც სასწავლიან სამწუხაროდ საჯარო სკოლებში საქართველოში ინგლისურ ენას. ყველანაირი ხელშეწყობა წარმატებული, წარჩინებული მოსწავლეებისთვის. აძლევენ გრანტებს იმისთვის, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ და ისწავლონ და ის რომ ინგლისური გახდა ესეთი, ესე ვიტყვი, მთავარი ენა ამ სახელმწიფოში, ეს ძალიან ხელს უწყობს ამ ახალგაზრდებს თავისუფლად ფლობენ ამ ენას, პრაქტიკულად მშობლიური ენაა მათთვის და მიდიან საზღვარგარეთ, მაგრამ სულ მიდის პროპაგანდა, რომ დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში და საკუთარ ქვეყანაში იმუშაონ და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამას პროპაგანდა და რეკლამაც არ უნდა, როდესაც ესეთი წარმატებულია ეს ქვეყანა, რატომ არ უნდა მოგინდეს, რომ დაბრუნდეს სამშობლოში და იმუშაო საკუთარ ქვეყანაში. დიდი მნიშვნელოვანი პლასტია მისი ლი ქვან იუს რეფორმების. კიდევ ერთი სატრანსპორტო სისტემის რეფორმირება შეცვლა, უბრალოდ შექმნა, მე ესე ვიტყოდი. სინგაპურში არსებობს 5 ძირითადი ოლქი და სატრანსპორტო სისტემა მათ შორის არის ძალიან კარგად გამართული. სინგაპურში კეთდებოდა ის არა მარტო სატრანსპორტო სისტემის თვალსაზრისით, არამედ ბევრი რაღაცა ეკონომიკური რეფორმის თვალსაზრისითაც. რასაც შემდეგ იყენებდნენ, არ ვიცი, ბევრად უფრო განვითარებული, დიდი ისტორიის მქონე ქვეყნები, ევროპული ქვეყნები. მაგალითად, იგივე ქალაქის ცენტრში შესვლა არის ფასიანი, იმიტომ რომ თავიდან, როდესაც დაიწყო ეს რეფორმები, ხალხმა ცოტა ფული იშოვა, მანქანები იყიდეს, საშინელი საცობები. ერთი წუთით არ გვინდა, ჯერ ესეთი მანქანა გახდა ძალიან ძვირი, ჭირდება ძალიან ბევრი სამოტი იმისთვის, რომ იყიდო მანქანის შეძენა არ არის მარტივი, მაგრამ ქალაქის ცენტრში შესვლა არის ფასიანი. და ასევე არის სადგომების და გადაადგილება არის ასევე ფასიანი, გააჩნია რომელ უბანში, რომელ ოლქიდან რომელ ოლქში გადადიხარ, უნდა გადაიხადო ფული ამა თუ იმ გზის, ესე იგი, გამოყენების გამო, რაც უკვე მიღებულია ბევრ ქვეყანაში, იგივე ევროპაში. ელექტრონული პასპორტები, რაც შემდეგ უკვე რა ვიცი, სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს. ბევრი რამ, რაც იყო ინოვაცია სინგაპურში, დასავლეთიდან შეხედეს, რა კარგად მუშაობსო და შემდეგ გადმოიღეს ეს გამოცდილება. უაღრესად მორგებული მოსახლეობაზე გამართული ჯანდაცვის და ასევე დაზღვევის სისტემა. მაგრამ აქ თავარი პრინციპი და ზოგადად პრინციპი, რომელსაც სულ, ესე იგი, რომელიც იყო ლი ქვან იუს პოლიტიკის საფუძველი, რაში მდგომარეობს. მეც იმუშავებ, მეც გამოიმუშავებ შენ,
მეტი იგივე პენსია მეტი იქნება, უფრო დიდი შეღავათები ჯანდაცვის სისტემაში და ასევე გადარიცხვები საპენსიო ფონდში და დაზღვევის ფონდში. ესე არანაირი ჯგუფური გადარიცხვები და აქედან არა, ყველაფერი არის შენზე დამოკიდებული. აი ამ პირად ინიციატივაზე და იმაზე შენ რას წარმოადგენ. იმასაც ვიტყვი, რომ სინგაპურში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ესე იგი რიცხვი მილიონრების. კი, არის მაინც გეფი ძამდიდრებსა და ღარიბი იქ არავინ არ არის, როგორც ხვდები, ნაკლებ შემოსავლიანი ადამიანებს შორის, მაგრამ ასევე ერთი საინტერესო ის წავიკითხე, რომ სინგაპურში ორჯერ აღემატება საშუალება, რომ გამდიდრდე, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ის საშუალება, რომ შენ გახდე მდიდარი, არის ბევრად უფრო მაღალი ვიდრე სხვა ქვეყნებში და კერძოდ ორჯერ უფრო დიდი ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. უფრო მეტი საშუალება გაქვს, რომ გახდე მდიდარი, წარმატებული. მე არ ვამბობ, რომ სიმდიდრე მაინც და მაინც არის ბედნიერება. მაგრამ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ცხოვრების. ფული გაძლევს საშუალებას ბევრი რამ გააკეთო, ხო? ესეც არის. რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, იმისთვის რომ უფრო კარგად გაიგოთ, როდესაც აი 59 წლიდან, როდესაც პირველად გახდა პრემიერ-მინისტრი ლი ქვან იუ და 90 წლამდე, როდესაც იგი გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, აი ამ პერიოდში per capita GDP, რასაც ეძახიან, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, გაიზარდა სინგაპურში $500-დან $55,000-მდე. დღეს, როდესაც მე ვკითხულობდი დღეს რა ხდება, სულ აქვს ეკონომიკური ზრდა, მშპ-ც სულ იზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტი და ასევე ერთ სულ მოსახლეზე. სხვადასხვა ციფრებია, მინიმუმი იყო 67 და მაქსიმუმი იყო $99,000. უფრო მეტად მე რაც შემხვდა $90,000-ზეა საუბარი. ანუ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ბოდიშს ვიხდი, შეადგენს დაახლოებით $90,000 სინგაპურში. ახლა კი ალბათ ბევრი რამ კიდე გაკეთდა და რაღაცა კიდე სხვა რეფორმები, მაგრამ ძირითადად აი რა იყო ეს წარმატების ფორმულა, ეს ბრძოლა კრიმინალთან, განათლების რეფორმა, სოციალური პროექტები და სოციალური რეფორმები, ეკონომიკური ადამიანებზე მორგებული რა თვალსაზრისით, იგივე საგადასახადო სისტემა მარტივი, ხო, ადამიანზე სინგაპურში არ არის ნამდვილად მორგებული და ამაზე ახლა ვისაუბრებ ნამდვილად. უცხო ინვესტორების მოზიდვა, ტრანსნაციონალური კორპორაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარება, ხო, დღეს არის ეს არის დღევანდელი სინგაპური. რასაკვირველია კი ადგილმდებარეობამ, იმიტომ რომ თქვენ ალბათ მეტყვით, ალბათ ტაივანი და ჰონკონგი, ტაივანზე და ჰონკონგზე, მაკაო, ხო, ასევე ძველი კოლონიები ბრიტანეთის, რატო არა, ისინი ძალიან განვითარებულია იგივე ჰონკონგი და ტაივანიც, მაგრამ ძალიან ახლოს არიან კომუნისტურ ჩინეთთან, მე ასე ვიტყოდი. მაკაოს თავისი რაღაცა ადგილი აქვს, კაზინოები და მოკლედ ხო, სინგაპური მაინც არის აბსოლუტურად განსაკუთრებული ქვეყანა, ეს არსებობს ჩვენს პლანეტაზე. ახლა კი მე მინდა დავუთმო გარკვეული დრო იმას, რატომ ეძახის ზოგიერთი ლი ქვან იუს დიქტატორს, ავტორიტარულ ლიდერს. დიქტატორს მე ნამდვილად ვერ დაუძახებ ისეთ ადამიანებზე ყვები ხოლმე პირად საქმეში და ვიცით ხოლმე რა დიქტატორი ლი ქვან იუ იყო, ნამდვილად არა. რაც შეეხება ავტორიტარულ მმართველობას, ხო, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი და შეიძლება ბევრიც გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ადამიანების ცხოვრებას ამ ქვეყანაში, ხო, შეიძლება ითქვას, რომ ხო, იყო ავტორიტარული ნამდვილად. მოდით რა გულისხმობ. ჯერ ეს ერთი სინგაპური არის ერთ-ერთი
ყველაზე რეგულირებული ქვეყანა მსოფლიოში. ამ ქვეყანაში მუშაობს ძალიან ბევრი შეზღუდვა და ასევე კანონი, რომელიც ზღუდავს ადამიანებს, სხვადასხვა მიმართულებით. იმისთვის რომ იყოს გასაგები, რას გულისხმობ, ხო, ეხლა ძალიან ღრმად ხო არ შევალთ ეხლა რაღაცა კანონებში და კანონმდებლობაში და ასე შემდეგ, უფრო ისეთი ადამიანური მაგალითია. მაგალითად, ქვეყანაში არის აკრძალული საღეჭი რეზინი. არ არსებობს. ეხლა რაშია საქმე? იმპორტი ისჯება $10,000-იანი ჯარიმით. არანაირი მივდივარ ქუჩაში ვბერა ბუშს, არა, ეს არ შეიძლება. რატომ? ჯერ ეს ერთი, უდიდეს ყურადღებას ხო აქცევენ სისუფთავეს. ყველა ვინც ნამყოფია სინგაპურში, არის უბრალოდ ახტოვანებული იმით, რა სისუფთავეა ქუჩაში და ქუჩებში, ქვეყნის და ქალაქის ქუჩებში. ჯერ ეს ერთი ყველგან კამერები, ალბათ სჭიდროზე ხო საუბრობდით 1 კვადრატულ კილომეტრზე 8,000 ადამიანი რო ცხოვრობს. 1 კვადრატულ კილომეტრზე რამდენი კამერაა დამაგრებული, ესე იგი ქუჩებში, ეს კიდე სხვა ესეთი მაღალი მაჩვენებელია. დადიან რობოტები, სულ უყურებენ, ვინმე მარ რაღაცა არ დააგდოს. ეხლა დავუბრუნდეთ საღეჭ რეზინს. საღეჭი რეზინის პრობლემა რაში იყო? ჯერ ეს ერთი სისუფთავის თვალსაზრისით, აი დაალაგება და აძრობა საღეჭი რეზინის ან დაგდებული საღეჭი რეზინი ცოტა რთულია. არა. მეორე, იმიტომ რომ ჯერ სანამ იყო დაჟვებული, ახალგაზრდები ალბათ მეტროში, მეტრო არის სინგაპურში, აკრავდნენ ამ საღეჭ რეზინს რაღაცა ელექტრონულ აი ამ აპარატებს და აფერხებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას, ესე ვთქვა. ან არ ვიცი ბილეთის ყიდვას შეიძლება ან შემოწმებას ყველაფერი რაც უშლის ხელს აი ამ წესრიგს აი ამ სტაბილურობას ხო ეს ყველაფერი არის მიუღებელი ერთ-ერთი ესე იგი ესეთი მიუღებელი რამ აღმოჩნდა საღეჭი რეზინი იყიდება აფთიაქში აი ნიკორეტეს მაგვარი რაღაც საღეჭი რეზინი შემთხვევაში თუ შენ გინდა მოწევას დაანებო თავი და სპეციალური საღეჭი რეზინი, რომელსაც გამოგიწერს სტომატოლოგი, იმისთვის უნდა დაღეჭო სპეციალურად. აი მხოლოდ და მხოლოდ ეს და თუ ესე იგი იმპორტი ახლა გადაწყვიტე რომ საღეჭი რეზინი შემოიტანო სინგაპურში, ხო $10,000-ია, ესე იგი აი ეს ჯარიმა. გრაფიტი სტენსილები და მურალები და გრაფიტი განსაკუთრებით უმკაცრესად არის აკრძალული. რატომ? იმიტომ რომ არის არ უნდა დააჭუჭყიანო, ესე იგი, ქუჩები, შენობები, არანაირი პლაკატის გაკვრა, რაღაცა ქეთოს უყვარს დათო პლუს დათო არის სიყვარული. ეს ყველაფერი არის აკრძალული. მოწევა და მოწიე დააგდე, მოწევისთვის არის სპეციალური ადგილები, ხო, კაცრად რეგულირებული საზოგადოებაა. ეხლა ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი, ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, ისეთი გზნობიარე და მნიშვნელოვანი თემა, აბა პრესა როგორ მუშაობს, თავისუფალი პრესა. არა. სინგაპური ხო ძალიან ბევრი მაჩვენებლით, ეკონომიკური მაჩვენებლით, ბიზნესის გამჭირვალობის თვალსაზრისით, რა ვიცი, ბიზნეს კლიმატის თვალსაზრისით პირველ ხუთეულში შედის მთელ მსოფლიოში. ხო, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით სულ სხვა სიტუაციაა. ძალიან მკაცრი კანონებია. ლიქვან იუ თვლიდა რომ ეს რაღაცა ზედმეტი კრიტიკა უშლის ხელს სტაბილურობის დამკვიდრებას, წესრიგის დამკვიდრებას და იმ რეფორმების ჩატარებას, რომელსაც ატარებდა ეს ადამიანი. ეს ზოგიერთ დასავლურ გამოცემასაც ეხება, იყო შემთხვევები, როდესაც უკრძალავდნენ რაღაცეების გამოცემას, ასევე ადგილობრივ პრესაც რაც შეეხება, ხო, ზოგიერთი რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი, ან რაღაც კრიტიკულ სტატიას წერდა, გაკოტრდა. ჟურნალისტი არაერთი იყო დაკავებული, ინფორმაციის მიწოდება არის ძალიან შეზღუდული. ამაზე თვითონ ლიქვან იუ პასუხობდა ესე. პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება უნდა დაექვემდებაროს სინგაპურის მთლიანობის უმთავრეს საჭიროებას.
ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია აი ძალიან ბევრი ვისაუბროთ, რომ ეს პოლიტიკოსმა შეიძლება გამოიყენოს, თქვას, რომ თავარია ქვეყნის წარმატება, სუვერენიტეტი, მთლიანობა, დამოუკიდებლობა, რა ვიცი, წესრიგი, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და ამიტომ ეხლა კრიტიკული ხო, ნუ ეს არ არის ის, რასაც მე ლიქვანიუს შეიძლება დავეთანხმო, მაგრამ აქ ჩვენ ვიწყებთ საუბარს იმაზე, რისი, აი რა საფასურის გადახდაზე ხარ თანახმა, აი ამ სტაბილურობისთვის, ამ ეკონომიკური წარმატებისთვის, სოციალური სტაბილურობისთვის, ხო, არ მზად რო ეს გადაიხადოთ. ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ შემთხვევებიც იყო, რომ ზოგი ლიქვანიუ ამბობდა, რომ ზოგი გაზეთი ფინანსირდებოდა დასავლეთიდან და რაღაცა თავის დასავლურ იდეებს, ესე იგი, ავითარებდნენ, რაც მას არ მოწონდა. ლიქვანიუ ზოგადად შემდეგ უკვე როცა გადადგება და შემდეგ როდესაც ბევრს იმოგზაურებს, ლექციებს წაიკითხებს სხვადასხვა ქვეყანაში. კი, კომუნიზმი აბსოლუტურად მისთვის იყო მიუღებელი, თავისი პირველი ლევაკური მემარცხენე იდეების და გატაცებების მიუხედავად, არც დასავლეთის საზოგადოება არ იყო მისთვის მაგალითი. გავაწლები, უკვე ლიქვანიუ აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი და მისცემს ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს ფარიდ ზაქარიას და იქ ფარიდ ზაქარია კითხავს, აი რატომ არ მოგწონთ ამერიკის შეერთებული შტატები? აი რა არ მოგწონთ, ხო, ნუ ის დაასახელებს აი იმას, რომ თქვენთანო აი ეს რაღაცა გარკვეული თავისუფლებები არ არის ჩვენთვის, ჩვენი მენტალიტეტისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები. ეს ხელს უწყობს იგივე, არ ვიცი, პროსტიტუციის, კრიმინალის განვითარებას. მოიყვანს ძალიან უცნაურ მაგალითს, გაიხსენებს ტიანანმენის მოედანზე გავითარებულ ამბებს ჩინეთში, როდესაც ჩინელი სტუდენტების, ნუ ეხა აჯანყებას და ამბობს ვერ დავარქვევ ამას, მაგრამ გამოსვლები ჩინეთში ჩაახშეს, ის ხალხი დაიღუპა და ლიქვანიუ ამ ინტერვიუში საინტერესო იყო ჩემთვის იტყვის, რომ ისინი ვინც გადარჩა, მე ციხეში იყვნენ, მე გამოვიდნენ, ბევრი მათგანი წავიდა საზღვარგარეთ დასავლეთში. და დასავლეთში რო ცხოვრობდნენ, ბევრი ჩხუბობდნენ ერთმანეთშიო. და თქვენო წარმოიდგინეთო, ეს ადამიანები რომ მოსულიყვნენო ხელისუფლებაშიო, რამდენად წარმატებული ქვეყანა იქნებოდაო, იქედა გამომდინარე, რომ ეს ადამიანები სულ იყვნენ აი ამ რა ვიცი, ჩხუბში და დისკუსიაში და ბრძოლაში. ხო, მისთვის წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლოს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მოსამართლეებს ძალიან გაუზარდეს ხელფასები და ნამდვილად ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს იყო წარმატებული რეფორმა, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, მაგრამ თავის დროზე, მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაუქმდა, იმიტომ რომ ეს იყო ბრიტანეთის კოლონია იყო სინგაპური და არსებობდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესები. ხო, ეს გაუქმდა, ისევ და ისევ ლიქვანიუ ამბობდა, რომ არა, მოსამართლემ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 12 თუ რამდენიც არის ნაფიც მსაჯულის რაღაცა სხვადასხვა მოსაზრება არ არის საჭირო. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს მიკერძოებაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ სინგაპურულ სასამართლოს. ხო, ლიქვანიუ არც მალავდა იმას, რომ ზოგიერთი თავისუფლება საზოგადოებაში, ქვეყანაში უნდა იყოს, უნდა დათმოს ადამიანმა იმისთვის, რომ მიიღოს სხვა სიკეთეები, რომელიც ნამდვილად სინგაპურში არსებობს. ეხლა რაც შეეხება მე ვისაუბრე განათლების რეფორმაზე და ძალიან პოზიტიურ ჭრილში და არის უმნიშვნელოვანეს და აი ფსიქოლოგიურად ეს მომწონს, რომ ლიქვანიუ იყო ლიდერი, რომელიც უთმობდა დიდ ყურადღებას განათლებას, რომელსაც პირიქით განათლებული საზოგადოება ჭირდებოდა და არა გაუნათლებელი, რომლის მართვა იქნებოდა მარტივი. მაგრამ ისეთ მკაცრ კანონებს აწესებდა, რომლის დარღვევა იყო დასჯადი. ამ შემთხვევაში განათლებას რაც შეეხება, რაც მე მაგალითად კატეგორიულად არ მომწონს, ეს არის ის, რომ სინგაპურის სკოლებში არის შენარჩუნებული ფიზიკური დასჯა ბავშვების. ცემენ ბავშვებს, როს გავენ, ხო, როგორც ამბობდნენ ადრე.
დანაშაულის გამო. თვითონ ლი ქვან იუ ამაზე ეკითხებოდნენ კიდევაც და თავის წიგნში, მემუარებშიც დაწერა, არასდროს მესმოდა, რატომ ეწინააღმდეგებიან დასავლელი მეთოდოლოგები ფიზიკურ დასჯას. არც მე და არც ჩემს თანაკლასელებს არაფერი ცუდი არ დაგმართნიაო. ხო, აი, იცით რა არის, როდესაც ამ ეპიზოდს ვამზადებ, ხო გითხარით, ბევრს ფიქრობდი საქართველოზე, ჩვენ რატომ არ გამოგდის ან რატომ. ბევრი მიზეზია ამის, ეხლა მე აქ ესე შორს არ წავალ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისტორიულ და მენტალურ განსხვავებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიის დროს საქართველოში სკოლებში იყო მიღებული, ხო, ფიზიკური დასჯა. ხო, დღეს და არა მარტო დღეს უკვე ეს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მენტალიტეტისთვის, არ ვიცი, შეიძლება მარტო მე ვარ ესე, ხო, იქნებოდა მიუღებელი. აი, ეს არის ის, რასაც არ ვიცი, არ მესმის. თვითონ როგორც გითხარით, თუდაც სწავლობდა, აგვიანებდა, რაღაცა ცემდნენ და მე გამოასწორა ყველაფერი და აგერ კაცი ძალიან წარმატებული გახდა და რა ვიცი, სინგაპურის საოცრების ავტორი, მაგრამ არ ვიცი, მე შეიძლება ვიხსენებ ჩემს 5, მაგრამ უკვე 6 თვის 16-ში გახდება 6 თვის ჩემი შვილიშვილი ნიკო. ხო, ნუ ეხა რო ვიცოდე რომ სკოლაში ფიზიკურად შეიძლება დასაჯო, ნუ არ ვიცი, გული შეიძლება გამისკდეს უკაცრავად ამ პირადი საქმეა, ავტორო გადაცემა, პირად რაღაცეებსაც ვიხსენებ და ნუ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემთვის, არ ვიცი, არ არის ის. აქ არის კიდევ ერთი ამბავი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ეს არის რაც ასევე ჩემთვის არის ისეთი საინტერესო. ეს არის კამპანია, რომელსაც ატარებდა ლი ქვან იუ, რომელსაც ერქვა Stop at 2. გაჩერდი 2-ზე. რა იგულისხმებოდა ამაში? ლი ქვან იუ თვლიდა, რომ 2 ბავშვის ყოლა, 2 ბავშვის გაჩენა სინგაპურული ოჯახისთვის არის სავსებით საკმარისი. ჯერ ეს ერთი ბევრი ხალხი ცხოვრობს, ამდენი არ გვინდა, უფრო მეტი, მაგრამ ეხლა Stop at 2 უბრალოდ გაჩერდი 2-ზე და სიტყვებით არა, ესე არ იყო. ჯერ ეს ერთი მესამე ბავშვის გაჩენაზე იყო ძალიან დიდი გადასახადი. თუ პირველი 2 ბავშვის გაჩენაზე პირიქით გეხმარებოდნენ, სადეკრეტო შეებულებასაც გაძლევდნენ და არის როგორც გითხარით ეს სადაზღვეო და სამედიცინო მომსახურება არის ძალიან მაღალ დონეზე. ხო, მესამე შვილი გინდა, ხო, დიდი გადასახადი, მეოთხეზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, ვის შეუძლია ესე იგი მეოთხე გააჩინოს, იმიტომ რომ არა. და შემდეგ კიდე იყო საუბარი იმაზე, რომ საუბარი კი არა პირდაპირ კამპანია იყო, ისეთ სახელმწიფო ატარებდა ამ კამპანიას, იმ ადამიანებს, რომლებიც ნებაყოფლობითად მიმართავდნენ საკუთარი სტერილიზაციის პროცედურას და აღარ შეეძლოთ ესე იგი რომ ყოლოდათ შვილები, იმათ აძლევდნენ გარკვეულ ფინანსურ, არ ვიცი, ჯილდოს. შემდეგ იმ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ 2 შვილი ყავდა და შემდეგ იკეთებდა სტერილიზაციას, იმ 2 შვილს ეხმარებოდნენ განათლებაში, უფასოდ ჰქონდათ საშუალება, რომ უფასოდ წასულიყვნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად. სხვა შორის ამას უკვე ეფექტიც ჰქონდა 90-იან წლებში, შობადობა დაეცა და მაშინ უფრო ესე იგი საუბრობდნენ ოჯახის მიმზიდველობაზე, მაგრამ აქაც უცნაურად მიდიოდა, იმიტომ რომ ლი ქვან იუ ამბობდა და რომ განათლებულმა მამაკაცმა ცოლად უნდა მოიყვანოს და უნდა დაქორწინდეს განათლებულ ქალზე, ახალგაზრდა ქალზე. ხო, სააგენტოებიც კი შეიქმნა, ესეთი პატარა სინგაპურული ხანუმები და იქ შენ შეგეძლო მიგემართა და მოძებნიდნენ განათლებულ, მამაკაცს და მოძებნიდნენ განათლებულ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც დიასახლისობა კი არ უნდოდა. ჩემი ქმარი მუშაობს, ბერფულს შოულობს, მე რატომ უნდა ვიმუშაო? არა, რომელიც ყურადღებას აქცევს კი არა და დიდ დროს უთმობს განათლებას,
მერე მუშაობას კი გააჩნდა ორი ბავშვი დაიწყო მერე ისევ გააგრძელა მუშაობა აი ხო უცნაურია მეგობრებო დამეთანხმეთ რომ ჩვენი მენტალიტეტისთვის მენტალობისთვის ალბათ ეს იქნებოდა ძალიან რთული მისაღებად ესეთი ჩარევა ეს ხო ჩემ პირადი ამბავი პირადი ცხოვრება რამდენ შვილს გავაჩენ ვიზე დავქორწინდები ან არ დავქორწინდები ხო ნუ აი აქ არის ესეთი ეს ნუ ძირითადი რასაც მე რაზეც ახლა საუბრობ არის ის რა ფასი ხდის ხო სინგაპურელი იმაში რომ ესეთ წარმატებულ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში იცხოვროს ხო სადაც მოშეპე არის $90,000 ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში რა ვიცი ხა იქამდე ნუ დავიყვანთ რომ მიცით რა კაი არ დავღეჭავ იმ საღეჯრეზინს და არაუშავს მაგრამ ნუ რაღაც ბევრი შეზღუდვაა ხო ლი კვან იუ რომელმაც როგორც გითხარით თავის პარტიასთან ერთად სახალხო ქმედების პარტიასთან ერთად 7 ჯერ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებზე გადადგა ნებაყოფლობითად წავიდა 1990 წელს იცით რამდენი წლის იყო მაშინ 67-ის არც ისეთი ხანში შესული კაცი იყო კიდევ ერთხელ მე ამას რატომ გავუსვი ხაზი რომ ეს არ არის აქ საუბარი რაღაც დიქტატურაზე და ეს კლასიკურ ავტორიტარიზმზე რომ აი ყველაფერს აკეთებენ რომ ბოლომდე იყვნენ და არ გაუშვან ეს სადავეები ხელიდან სანამ ესე იგი არ ვიცი სცენაზე არ გარდაიცვლება არ მიდის არა წავიდა მართალია დარჩა ესეთი წოდება ქონდა უფროსი მინისტრის რანგში უფროსი მინისტრი პრემიერ-მინისტრი გახდა სხვა ადამიანი რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი იყო მის პარტიაში უფროსი მინისტრი აძლევდა რჩევებს კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრს შემდეგ ამას დაერქვა მინისტრი მენტორი და მართლაც მენტორის როლი ქონდა ესე პირდაპირ კი არ ერეოდა რაღაც საქმეებში აწყობილი უკვე იყო ყველაფერი პრინციპში და აი რეკომენდაციებს რაღაცა რჩევებს აძლევდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თვითონ ბევრს დადიოდა მთელს მსოფლიოში ლექციებს კითხულობდა ინტერვიუებს აძლევდა წიგნებს წერდა ხო ეს ფარიდ ზაქარიას ინტერვიუ არ იყო ერთადერთი ხო სადაც საუბრობდა იმაზე რატო არ მოწონს ამერიკას ნარკოტიკები იარაღი დანაშაული კრიმინალი იმ პირველი პრემიერ-მინისტრის შემდეგ რომელმაც დაიკავა ეს პოსტი ლი კვან იუს მერე პრემიერ-მინისტრი გახდა მოემზადეთ ლი კვან იუს უფროსი ვაჟი მაგრამ იცით რა აი ბევრი საუბა აი ნახეთ ილი არა ერთი წუთით მეგობრებო აქ არანაირ დინასტიურ მემკვიდრეობაზე საუბარი ნამდვილად არ არის მისი ვაჟი იყო ძალიან განათლებული ასევე ინგლისში მიიღო განათლება და წარმატებული პოლიტიკოსი ბიზნესმენი ყველა თანხდება იმაზე რომ ამ ადამიანმა დამსახურებულად დაიკავა ეს პოსტი და 20 წლის განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე აი 2020 და შემდეგ თვითონ გადადგა და 2024 წლის მაისიდან მეოთხე პრემიერ-მინისტრი სინგაპურის ახალგაზრდა ქვეყანაზე ვსაუბრობთ გახდა და ასევე ფინანსთა მინისტრი ერთდროულად გახდა ეკონომისტი ლოურენს ვონგი დღეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არის ლოურენს ვონგი 2015 წელს ლი კვან იუ გარდაიცვალა 91 წლის ასაკში და არანაირი მავზოლეუმები, ძეგლები, პორტრეტები არა მეგობრებო ეს არც ჩინეთია, არც სხვა ქვეყნები, არანაირი კულტი ამ ადამიანის არ არსებობს ამ ქვეყანაში და მე მინდა დავასრულო ჩვენი ეპიზოდი ციტატით, სიტყვებით, რომელიც ეკუთვნის ლი კვან იუს. მე ორი გზა მქონდა. პირველი იყო მოპარვა და ჩემი მეგობრებისა და ნათესავების Forbes-ის სიებში მოხვედრა. ჩემი ხალხის კი უსახკაროდ დატოვება. მეორე იყო ჩემი ხალხის მსახურება და ქვეყნის მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანაში შეყვანა. მე მეორე ავირჩიე. ლი კვან იუ იყო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის გმირი, სინგაპურული საოცრების სასწაულის ავტორი.
არაერთგვაროვანი ფიგურა პირდაპირ ვიტყვი და ქვეყანაშიც ესეთი კანონებიც არის, შეზღუდვებიც არის, მაგრამ სინგაპური არის ნამდვილად სასწაული. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, დიდი მადლობა რომ გვისმენთ, გამოყვებით YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, არ ყავს ბევრი ფოლოვერი, პირდაპირ ვიტყვი. ესე ხო პირადი საქმეა და მე თქვენ ადამიანებს რომლებიც ჩვენ გვისმენენ, რაღაცა ჩემ პირად მეგობრება დაგვიქვა. ძალიან დიდი მადლობა იმათ, ვინც გვიწერს კომენტარებს. არა მარტო მხოლოდ პოზიტიურს, არამედ აზრს გამოთქვამს, ან წერს იმაზე თუ ვისზე უნდათ რომ გაკეთდეს ეპიზოდი პირადი საქმის. დიდი მადლობა ყველას ამისთვის. უღრმესი მადლობა პატრეონელებს, ვინც აი პირდაპირ ფინანსურად გვეხმარება. მადლობა შავი Coffee Roasters, ჩვენს ტრადიციულ მხარდამჭერს და დიდი მადლობა GT Consulting-ს, იურიდიულ კომპანიას. აღწერაში არის ბმული. დაჯავშნეთ თუ გჭირდებათ კონსულტაცია იურისტებთან და თუ გჭირდებათ კრეატიული კონტენტის შექმნა, მიმართეთ სტუდია 64-ს. მოგმართეთ, ითანამშრომლოთ. მადლობა და შემდეგ შეხვედრა.